ვიღაცებს უშვებდნენ თავიანთი ქართული ოცნების მაისურებით, იმიტომ რომ იმისი ბავშვიაო, ეხა სოფლის გამგებელი ხო დაინახავდა და რო არ ეფიქრათ, რომ პარტიას უღალატეს მშობლებ, ანუ ბავშვებიდან რო გზდიან, გეუბნებიან, რომ ჰაერი არ უნდა გააფუჭო, ხო? საზოგადოებაში მაინც. და უცებ აღმოჩნდი, რომ ქალაქში, დიდებულ ქალაქში, რავი, ნიკო ნიკოლაძის ქალაქში, სადაც კაი ხალხი ცხოვრობს, ჰაერს აფუჭებენ ისე, რომ საერთოდ არც ხვენიათ. თევზისუნი ხდებოდა სულ, თევზისუნი, რაღაც პანიკაში ვარდებოდნენ და ერთს მივხვდი რა, მე მეგონა რომ შემწარი თევზისუნი დგება, რაღაცა ეგეთი ვიყურებოდი ეს თვალებს. თევზისუნი და კოღოები. თვალებს უკეთებდი, ესე რომ მგონია რომ რა სუნი უნდა იყოს. რას გეუბნება რომ შენ ვიღაცა ვიგოდნიკი ხარ და არჩევნების წინ გაგახსენდი მოეთერია, ყავა დაგალევინა ყველაფერი, მაგრამ მაინც კაი გოგო ხარ. ხო და რა სევდიანია ეს ამბავი, ხო? ანუ რო შეხედო რომ თუ ვიგოდნიკი ვარ, კაი გოგო როგორ ვარ და ჩემ ხალხალები ვნახე. ვინც ოცნებობენ, პენსიონერები გახდნენ. კი. იმიტომ რომ ქეშის თქვა რომ ეგ არის. იცი რა სევდიანია? შეიძლება გაგეცინოთ ახლა. არა, ნუ. მაგრამ ძალიან იმიტომ რომ ქეშის რომ პენსიონერი არის ყველაზე მდიდარი. პოლიტიკური ელი და გაჟლიტეს ან გაიქცა ვიღაცები, სამხედრო ელი და გაჟლიტეს და ამაზე ყველაფერზე ახალი დარგეს. და მე ესეთი ამოვიდა რა, ეთნოშოვინიზმით გაჟღენთილი. შენ თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო და ჩვენი ისტორია არის წაშლილი. ანუ მე რატო ვარ ესეთი ჩილ ხშირ სიტუაციებში? იმიტომ რომ გამოვლილი მაქვს ის სიფსიხე, რაც ეს არის, რა ქვია, რაც თქვენ გეუფლებათ ახლა. მოტივი პოლიტიკურია, იმიტომ არ იჭერენ რომ დანაშაული აქვს ჩადენილი. იმიტომ იჭერენ რომ პოლიტიკოსები არიან. არც მიშა არ ზეს თავის დანაშაულებისთვის. ყველას ფეხზე კიდია მიშას დანაშაული. მიშას დანაშაული რო არ ეკიდოთ, მურუსიძე მოსამართლედ არ ეყოლებოდა. ცოტა ქაშვეთთან ცხარი დაკლამბარემ და მასე ხო ხვდები აი ამას მაგონებს რომ გონიათ რომ გასაგებია როგორ არა ახლა ზურას დაჭერა, განცხადებებსაც გამოიწვევს ყველაფერს, მაგრამ 50 კაცის ციხეში სურაგისმა. ვინ ვისთან დაჯგუფდება, ის რა მანევრს ჩაატარებს, მიშას რამდენი დიაგნოზი აქვს და შეხედე ერთიან რამდენიმე ადამიანს ეხება. დაგანგრევთ მეთქი რომ უყიროდი, მე როგორ უნდა დამენგრია. უბრალოდ ვიცოდი რომ დაინგრეოდი. ამიტომ ვიძახ ხალხო რა თვითმმართველობის არჩევნების ჩვენ თუ ახლა ნებისყოფა მოვიკრიფეთ და მივაწექით. ის კი არა რომ რეჟიმს შევცვლით, რეჟიმის შეცვლა რაღაცისთვის გინდა, ხო? ვარსკვლავები, გეოპოლიტიკური ვარსკვლავები განხდება. კალკულაცია უნდა შეუცვალოთ რა მოკლედ. უნდა უღირდეს იმის მიტოვება და ცვლილებებზე წასვლა და აი ეს არის ჩვენი ამოცანა. ბიზინა როგორც მოქმედებს, მაგას მაგონებს რა, აი დავი ამას დაბლ დაუნს რო აკეთებს, როგორც მოქმედებს, ძალიან მაგონებს აი ამ რაღაცა ჰაი სკულ ბულერის ფსიქიკას. ცუდი კარტი უჭირავს ხელში, მაგრამ კარგად ბლეფობს. ანუ მე ყველაზე მეტად რის მარცხის მეშინია რატო იცი? რომ აქეთ მხარემ კაპიტულაცია არ გამოაცხადოს, დაგაწვინოს იმან ცუდი კარტით. ყველაფერი დაუთმო რუსეთს და მაინც აფეთქებდნენ. იმიტომ რომ ეგეთია რუსეთი. ანუ ბიზინა ივანიშვილს ეხა მაგის იცეშინა, იმიტომ რომ ქვეყანაზე კონტროლს რა დაკარგავს, პირველ რიგში რუსეთი რას უზავს ის არ იცის. მოკლედ თამარ, ვიდრე საქმეზე გადავალთ, შენთვის გვაქვს ძალიან საინტერესო რაღაცა აქ რა. ანუ აი აქ არის ესეთი ღილაკი, ნახე. თუ ვინმეზე რამეს თქმა მოგინდება ისეთის რომ ცენზურას გაუცდეთ, ანუ შეგვიძლია რომ ეს შემოგთავაზოთ. დააჭერდა, ნუ ეს გვაქვს. საუბრის დროს არ ვწდები, წერის დროს გაკამია. მართლა? საუბრის დროს. საუბრის დროს იშვიათად, ანუ შეიძლება, მაგრამ საუბრის დროს იშვიათად, წერის დროს ძალიან კარგად გამოდის. მუზა მოდის ვიღაცების დასანგრევად, ხო? თან როგორ არის, ხო, რომ ანუ სტერეოტიპია, რომ არ უნდა ქნა, თან რაღაცნაირად სხვადასხვანაირი სტანდარტით აფასებენ რა, ეხლა ბენდუგიძე ძიძახდა, ხო, არა უცენზუროს სიტყვებს და გასაგებია რომ ეს მისი ნაკლი იყო და ამას იმაშებოდნენ, რა ქვია. მე ჰიტდებოდა ხოლმე სხვათა ამის გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში პატიობდნენ რა, მაგას ვხედავდი და ჩემზე ესე რომ გაჭედეს ეს ჯინიანობაც გამიჩნდა რა, რომ რატო ვერ უნდა გავატანინო ეხლა რა, თვითონ რა არიგინებიან, მაგთიშვილი რა არიგინება, თვითონ რა სრულყოფილები არიან, თვითონ რაღაცა და ეს შევყევი და ესეთი რაღაც. გაჭედეს ერთია და მეორეა რომ რაღაც მომენტში მგონია რომ ძალიან კარგი გამოხმაურებაც წამოიღო, მაგრამ ანუ უშუალო ღია რაღაცა. ავთენტურობამ წამოიღო, ანუ ავთენტურობამ წამოიღო, ანუ მიხვდნენ რომ არ არის ეს ავთენტურად მოგიწევ მიკროფონი. მე მგონი რომ უფრო ავთენტურობამ მიხვდნენ რომ არ ვათავაზობ ამას, არ ვალამაზებ და არ თავაზობ ამას. არ პოზიციონირებ. დავარცხნილი ტექსტები რო არ იყო, უფრო მისაღები გახდა. ხო, აი რაღაცა უფრო ადვილად აღქმადიც შეიძლება ითქვას. ხო, არ ვიცი ხა ეს კარგია, ცუდია, ზოგადად
უცნაურ დროში ვცხოვრობთ რა, ინტერნეტმა ძალიან ააყირავა ბევრი რამე და ელიტები შეარყია და პოლიტიკური პროცესი შეცვალა. არა მხოლოდ, ყველგან სადაც ეს ამბა. მე თუ მკითხავ, აი სტამბის გამოგონების შემდეგ, გუტენბერგის აი სტამბის გამოგონების შემდეგ, სტამბას რამხელა თქვათ გავლენაც ჰქონდა ინფორმაციის გავრცელების და განათლების გავრცელების საშუალებები რო შეიცვალა. იმის მერე არც ტელევიზიას არ ქონია და არაფერს საერთოდ ინტერნეტმა გააკეთა, იმიტომ რომ ორ ხელმისაწვდომობა გაზარდა, ორმხრივი გახადა კომუნიკაცია, ეს აღარ არის რომ შენ ტელევიზორში რაღაცას გადასცემ და იქ დივანზე ვიღაცის და პასიურად გიყურებს. შემოდის, კომუნიკაციაში შემოდის, რეაქციას, ფიდბექს გაძლევს, ამის ფსიქოლოგიურად შენზე გავლენას ახდენს და როლი აქვს, სხვა როლი აქვს უკვე და ამან ძალიან შეცვალა ბევრი რამე და ამ ხრივ ეს არის რა ქვია. საინტერესო პროცესები მიდის, იცვლება ასევე ის თვისებები, რითიც საჯარო პირს აფასებენ, ხო? აი რაღაცნაირად თვითონ აი კრიტერიუმებიც იცვლება თითქოს და ნახოთ სადამდე მიგვიყვანს. სხვათა შორის ვაკვირდები ხოლმე, რომ პასუხობ კიდეც ძალიან ხშირად. ანუ გარდა იმისა, რომ რაღაცას თქვათ დაწერ, ინტერაქციაში ვარ. ხო, ინტერაქციაში ხარ და აი როგორ მუშაობს? ჩემი აზრით ეს არის მთავარი სოციალურ მედიაში, რომ შენ თუ ხელმისაწვდომი ხარ და შენ დისკუსიას რამდენად აგებ. ეხლა მე თავიდან ბოლომდე სოციმედია ცხოველი ვარ. ანუ ცნობილი სოციმედიიდან გავხდი სრულიად შემთხვევით, ისე რომ არც ვიცოდი რომ მე ვინმე ყურადღებას მომაქცევ და არ მქონდა ეგ აღქმა, იმიტომ რომ იქამდე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდი და საჯარო ინტერაქციის უფლება დიდად ესე მე არ მქონდა. ანუ ნებართვა უნდა ამეღო, რომ თუნდაც პირად საკითხებს ინტერვიუ მიმეცა. ამიტომ ამ თემაში არასდროს არ ყოფილვარ და Facebook-ის გამიკეთა ლევან რამიშვილმა. ჩემით არ გამიკეთებია Facebook. ძალიან გვიან გააკეთეთ Facebook-ს. არა, გვიან არა, ადრე გამიკეთა 2009-ში. ხო. 2009-ში გამიკეთა, ადრე გამიკეთა და მაშინ შევედი ოღონდ. მაშინ ხო იცი ფრენდებისთვის შემოფარგლული იყო ეს ყველაფერი და რამდენი ფრენდიც ხდა, რაც სამზარეულოსავით აღვიქვამდი იქ ვიღაცებს ვიცნობდი. მე ეს ხალხი გავიცანი კიდეც, იმიტომ რომ იქ რომ ნახე რომ პოლიტიკური დისკუსია აინტერესებდათ, მე რაღაც შეხვედრების ორგანიზება დაუწყე და ისეს ეგრე შევხედე რომ როგორც საზოგადოებრივი რაღაცა აზრის რაღაც ფორმირების ინსტრუმენტს და ეს მსწავლობები მქონდა ოღონდ. მეგონა რომ აი ჩემ დახურულ სივრცეში ვარ და ამასობაში წავიკითხე რობერტ სტურუას ინტერვიუ, სადაც ნუ ის სააკაშვილს აკრიტიკებდა, ხა სააკაშვილის კრიტიკა ხო არ მიგვირდა. უმრავლოდ აკრიტიკებდა ძალიან ცუდი მხრიდან, რომ ხო ნუ სომეხიაო და ეხა დაბაო როგორი უნდა იყოსო და მე ხა ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ზოგადად უმცირესობების თემა, იმიტომ რომ სამოქალაქო ერის სახელმწიფოს იდეა ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ბებია ჩემი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო და ბავშვობიდან მახსოვს რომ თავის დამკვიდრებას და თავის იდენტობის თქვათ გათანაბრებას, თქვათ ეთნიკურად ქართული იდენტობასთან როგორც ცდილობდა, ეს მისი ბრძოლა იყო და უცებ ახლა რომ ხედავ რომ ეს რაღაცა ინტელიგენტიის ვიღაც გურუ მიჩნეული რომ ეს რაღაც მეფელირი და ცოტა შექსპირი და ცოტა რაღაცა რომ ესეთ ბანძობას აკეთებს, ეს მეთქი სირია. დაგჭირდა. ეგრევე. რომელ წუთზე დაგჭირდა? მართლა ეგრე მოხდა, ანუ ჩემი გასაჯაროვება მოხდა მაგით რომ რობერტ სტურუას დაუძახე. ხო, და ოღონდ იცი როგორ იყო რომ მართლა ჩემ აი მეგონა რომ იმ ასიკაცისთვის თქვი ვინც რომ ჩამოსკროლავდა იმას ნახავდა და არავინ ამას, იმიტომ რომ უცებ გავარდა. მეტს ვიფიქრებდი ახლა, იმიტომ რომ ხა არსებობდა ჩემი დედამთილი, მამამთილი, რომლის სახლშიც ახლა ჩემი მამამთილის დაბადების დღეზე იქ მთელი ეს რუსთაველის თეატრის საზოგადოება წარმოდგენილი იყო და გიტარაზე უკრავდნენ ხოლმე და ასე შემდეგ და უცებ მეორე დღეს თვალი რო გავახილე და მედიამ რეკვა რო დაიწყო რომ შენ ჩვენ რაღაცას მაესტროს თუ რაღაც ნანა ალექსანდრიას რძალ ლელო ბოკერიას რძალმა სირი და შოკი, სრული შოკის ის იყო. გამოგრჩა. არა, მაგრამ ნუ ეს იყო და ასე მივეჩვიე იცი? ხო და მაგას მიგაჩვიე ხო? ხო და ესე მე მიჩეული ვარ ესე ჩემ დაუნებურად უცებ გამივარდა რა და თან როგორ იყო ისე რომ თავიდან იმას ვქენი შევშფოთდი რა, იმიტომ რომ თვითონ თემა რაზეც რის გამოც ეს გავაკეთე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ხო მრავალმხრივ გაშლას საჭიროებდა და სერიოზული დისკუსიაც თავისუფლად შეიძლება რომ ამაზე მქონოდა და ჭექა ქუხილი არ მომეპარა იმით რომ რაღაც ასკეს
ორგანოს ვეძახი ხო? მოფერებით კლინობითი ფორმით. ხო, ანუ ამაზე ცოტა ვინანე სინანული მქონდა, რომ აი რატო უფრო მეტი, რატო წავაღებინე ამ ყველაფერს ყურადღება, მაგრამ მე რაღაც რო გავიდა და მათ შორის აი სკროლვა სოციმედიის და აი ამ ყველაფერის გამოცდილება და ეს ყველაფერი დავაგროვე, მივხვდი რომ ძალიან ეფექტური იყო ის რაც გავაკეთე, სრულიად შემთხვევით და სპონტანურად. იმიტომ რომ მე უკვე სხვანაირად დავაკავშირე ყველაფერი, უკვე მათ ქცევას რო უყურე, რომ აღმოაჩინე რომ წერა კითხვაც არ იციან წესიერად. მართლა წერა არ სიტყვებს ვერ წერენ წესიერად, ანუ აი არ იციან ეს ყველაფერი, ეს ქილები არ გააჩნიათ და მე ხა ხო სურათს ალაგებ და მე გახსენდება რომ ეს ხალხი არის ინტელიგენცია, რის შედეგად წარმოქმნილი. რომ 2018 წელს შენ დაგიპყრეს, მანამდე ყავდა ვაჟა, ილია, აკაკი, კოსმოპოლიტიზმი, პატრიოტიზმი, ლიბერალი, ბურთივით მრგვალი, იქ რაღაცა რუსეთზე ის რა ყველაფერი და 1921 წელს დაგიპყრეს, 20,000 ყველაზე ჭკვიანი ქართველი გაჟლიტეს, ანუ ყველაზე ჭკვიან ქართველებზე არის საუბარი. ქართველებზე რომლებიც ფიქრობდნენ არა მხოლოდ ფიქრობდნენ ევროპულზე, არამედ რაღაც იცმევდნენ. არ ვიცი თქვენ გინახავთ თუ არა 26 მაისი მოდის და 26 მაისის კადრები მაშინ ძალიან ლამაზად რო აცვია. აღლუმებით და მიღებებით და არიან და ძალიან ევროპულები და კოლგებით, კარგად ჩაცმულები და ნუ აი ძალიან კარგები არიან. ხო, აი ეს ხალხი მოკლეს. გაჟლიტეს 80,000 დააპატიმრეს, 100,000 გადაასახლეს. ხვდებით ეს რა რიცხვი, ნუ 200,000 ადამიანი, მაშინ როდესაც სადღაც 2 მილიონი ხარ, რა შენ, ანუ ყველაზე ჭკვიანი ელიტა მთლიანად გაჟლიტეს. ეს ერთი. და ამის მერე კიდე რა მოხდა? მეორე მსოფლიო ომი მოხდა და ჩვენს ტერიტორიაზე რო ფეხი არ დაუდგამს არც ერთ გერმანელს, ასე წაიყვანეს და 700,000 ქართველიდან 300,000 ქართველი მოკლეს საზარბაზნე ხორცად. და ეს ხალხი მთლიანად ანუ საზოგადოება მთლიანად გატეხილი ან გაჟლეტილი იყო. აი ესეთ მდგომარეობაში და ამაზე აღმოცენდა უკვე ეს რაღაცა სტალინის მიერ შექმნილი უკვე ახალი სასულიერო ელიტა გაჟლიტეს, კულტურული ელიტა გაჟლიტეს, პოლიტიკური ელიტა გაჟლიტეს, ან გაიქცა ვიღაცები, სამხედრო ელიტა გაჟლიტეს და ამაზე ყველაფერზე ახალი დარგეს. და მე ესეთი ამოვიდა რა, ეთნოშოვინიზმით გაჟღენთილი. იმიტომ რომ და ჩვენ უკვე ამ ყველაფერს დავაკავშირე და რაღაცნაირად დალაგდა რა და ხო. ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ხო რა ისტორიული პარალელები დავიჭიროთ და გვაქვს რამდენიმე ეპიზოდი ჩაწერილი მსგავსებებზე როცა საუბრობთ ხო ანუ რაღაცები როგორ მეორდება სისტემა მაშინ როგორ მართავდა დღეს როგორ მართავს ანუ ვცდილობთ რომ ეს ჩვენ რაღაცნაირად დავანახოთ ხალხს ვისაც ან დაავიწყდა ან არ უნახავს ან არ ვიცი არ მიაჩნია მნიშვნელოვნად რა შესაძლოა მე ვიცი რომ ჩვენ ვადევნებთ თვალს თქვენს მაგ მხრივ საქმიანობასაც და ფილმებს რომელიც ძალიან მძიმე საყურებელია გამოკითხდები ერთ-ერთი მე ვამჩნევ რომ თქვენ აქცენტს აკეთებთ ამაზე, რომ გააცოცხლოთ, ანუ დაანახოთ ცხადად ადამიანებს. პოლიტიკურ თემად მიგვაჩნია. ანუ მე რამდენად მუშაობს, ბარემ დავამატებ რა. ძალიან ჩემი აზრით ყველაზე კარგად მუშაობს. იმიტომ რომ მიზნე აუდიტორია ვინ არის მაგ დროს. ჩვენ გამოვიარეთ იმის რა ქვია, განცხადებების ეპოქა, შეცვლილი არის ადამიანების, როგორ თქვა, ქცევები და ჩვევები ადამიანებს შეცვალათ. ანუ ინფორმაციას, საინფორმაციო ასიმეტრია მოშლილია, აღარ არსებობს ხალხი, რომელიც ტელევიზორიდან გელაპარაკება და შენ მას უჯერებ. ანუ ამბების მოყოლის დრო არის დამდგარი, ანუ ამბებს ყველაზე კარგად ადამიანი რას იმახსოვრებს, ანუ აი წარმოიდგინე რამხელა საინფორმაციო ნეაღვარი მოდის გაჯეტში, აქ ინფორმაციას უყურებ, ტელევიზორში ინფორმაციას უყურებ, რადიოში ის გესმის, ანუ აი ყველგან სუ ინფორმაცია შემოგდის და თვალის გუგებზე კონკურენციას რასაც ეძახიან, eyeball competition, არის რაღაცა საოცრად ინტენსიური და ეს რითი შეიძლება გაარღვიო. აი ეს ყველაფერი, აი რამ შეიძლება გაარღვიოს. რას იმახსოვრებს ადამიანი საუკეთესოდ უხსოვარი დროიდან? ზღაპრებს, მითებს, ამბებს. ამბავი უნდა იყოს, რომელსაც აქვს დასაწყისი, რომელსაც აქვს კულმინაცია, რომელსაც აქვს დასასრული. ან happy end-ი, ან ისეთ სხვანაირი end-ი, მაგრამ ამბავია. და ამბების თხრობის დროა, შენ თუ გინდა ადამიანს რამე აუხსნა, რამე გააგებინო და რამე დაანახო, ამბავი კონტექსტი უნდა მიცე და ამ ამბავს უნდა კონდეს თავისი ღერძი, ანუ თავისი დასაწყისი, თავისი კულმინაცია, თავისი და ამ ამბების ჩვენებაში აგებინებ. თორე აბა მე დავჯექი ახლა და ვიღაცას დებატებში ვეჩხუბე, ვიღაცამ ჩამოსკროლა რაღაცა პატარა მონაკვეთი ნახა, გაიცინა, გამგულა და გაიარა და წავიდა და რასაც იმახსოვრებს არის ამბავი.
და ამბებს ყვებით ჩვენ. და ამ დროს ამბების წაშლას ცდილობენ პარალელურად, ხო? და ამ დროს ხდება რა, რომ ისედაც ეს რუსული პროპაგანდა ძალიან კარგად ირეკლავს საბჭოთა პროპაგანდას, ოღონდ თქვა თანამედროვე იმითი რა ქვია, ტექნოლოგიებით, ხო? და შენ თუ გინდა ორველს აქვს ძალიან კარგად შესწავლილი, ხო? ეს საბჭოთა პროპაგანდის მოდელი და შენ თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო. და ჩვენი ისტორია არის წაშლილი, ანუ ისტორიის წაშლა მხოლოდ იმით კი არ მოხდა, რომ როცა ისტორიის პროპაგანდისტული ისტორიის წიგნები დაგვიწერეს. დახოცეს ის ხალხი, ანუ მაგას რასაც ყვები, სულ დახოცეს ის ხალხი, ვისაც ეს ჩვენი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობა მოქონდა, ხო, კრეატიული უმცირესობა და არც თუ ისე უმცირესობა იყო, ძალიან ბევრი ხალხი მოკლეს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არც ამერიკელები ყოფილან, ვაშინგტონები, ჯეფერსონები და ადამსები, ხო, და მედისონები, ანუ ისიც ავანტურისტები უმეტესობა ეგეთი იყო, მაგრამ ელიტა ყავდათ და ჩვენც ყავდა ეგეთი ელიტა. ხო, საერთოდ აი ბევრჯერ ჩვენ გვისაუბრია ამაზე, რომ წარმოიდგინე რა 3 წელში რა მოახერხა ამ ხალხმა 1900 პირველი რესპუბლიკის შემადგენლობამ, ხო? ანუ 3 წელში შექმნეს უნივერსიტეტი, ეროვნული ბანკი, არ ვიცი, კონსტიტუცია, ყველაფერი შექმნეს, ანუ და რას იზავდნენ? ფიქრი მზად იყო, ფიქრი. რას გააკეთებდნენ, ეგ რო არ გაწყვეტილიყო, ანუ აი ამაზე რო ფიქრობ, ცოტა და მან უკვე საკითხი შემოდის, რომ აი რატო გაწყდა. ეხლა შენ რო იყო იქ მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ მე სოციალ-დემოკრატები და ნოე ჟორდანია ძალიან თვითონ რომ მის თქვათ პოლიტიკური შეხედულებების ძალიან დიდი კრიტიკოსი ვარ, მე ილიას მხარე ვიყავი და ილიას და ნოეს თქვათ დებატები ვისაც ახსოვს, ალბათ იცით და ვიზიანებ თავიდან ბოლომდე ილიას შეხედულებებს ნოე ჟორდანიაზე. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ის ხალხი მე ვეთანხმები თუ არა ევროპელი ხალხი იყო, ანუ ერთი თავით მაღლა იდგა და რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, იმას ლაპარაკობდნენ მათი ევროპელი კოლეგები საფრანგეთში, ბრიტანეთში, ყველგან, ანუ ის ხალხი იყო ევროპელი ხალხი, ქართული იდენტობის მატარებელი ხალხი და ისინი ქმნიდნენ ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს და ყველაფერი დაწერილი იყო. ყველაფერი რაც იმ 3 წელიწადში გაკეთდა, მანამდე იყო დაწერილი. და იმ 3 წელიწადშიც ხო არ გაკეთებულა, ანუ ფიქრი მზად იყო იმისთვის, რომ ეს, მაგრამ რატო ვერ გაცლო? თქვენი აზრით. ის ხალხი უფრო კვალიფიციური იყო, ვიდრე ვარდიკო ნადიბაიძე და თუნდაც ედუარდ შევარდნაძე. და რავი, თევზაძე. ან რა ვინც გინდათ კახა თარგამაძე. მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერჯერობით 34 წელი არსებობს და მაშინ იმანი არსება 3 წელი. ერთადერთი მიზეზის გამო. დასავლეთს აქ ხა აქ ინტერესები. მაშინ საქართველოს მიმართ ინტერესები არ არსებობდა დასავლეთის. მაშინ იყო ეს ბალკანეთის ქვეყნება, როცა დამოუკიდებლობის თვითგამორკვევის პრინციპი, ასე შემდეგ ვუდრო ვილსონის ეს რაც იყო, მაგრამ საქართველოს ის არ მოწოდა. და რუსეთის პირისპირ ზონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ჩაკლაბა. უდიდესი სისხლის ფასად, ანუ ეს ხომ მშვიდობა არ ყოფილა, ანუ რუსეთთან ბედის დაკავშირებით შენ ხომ მშვიდობა არ მოგიპოვებია? ასობით 1000 ადამიანი დაგეხოცა შედეგად. და განადგურდი როგორც საზოგადოება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ ფილმებს, რომ ჯერ კიდევ ბუჩამდე იყო აფხაზეთიდან, რომ დავიწყე ამ ყველაფრის ყურება. მერე უკვე როცა რუსთაველზე ვიდექი, მივხვდი რომ ეს ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ ფილმებს, გულისხმობ გახდა ამ პროტესტის განუყოფელი ნაწილი და ჩვენ ველოდებით ხოლმე დღეებს, როცა დავუყურებთ. ეხლა 26 თვისაც ვაკეთებ. ხო, ვიცი ვნახე იმაში რა ქვია ანონსად. მაგრამ სულ იცით რაზე ნერვიულობ, ხშირად გვიკამათია იმაზე, რომ ჩვენს რასაც ვლაპარაკობთ, მხოლოდ ჩვენს ბაბლში ხომ არ ვტრიალებთ. ან როგორ გავაგებინო იმას. მე მინახავს თქვენ ფილმზე ცრემლიანი ხალხი, რომელთვისაც მათ შორის მეც რომელსაც რთულია რაღაცა კადრები აჩვენო, რაღაც ამბავი ისეთი მოუყვერო, ხო პეტრე ოცხელზე მეც ვიტირებ. მაგრამ ეს რამდენად ესმის ქართული ოცნების ამორჩეველს თუ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ მათი აქეთ გადმოყვანა გვჭირდება. კი ბატონო, ორი ფაქტორი არის, ხო? მაგრამ ერთი რამდენად არის შინაარსი ზოგადად გაგებადი და მეორე არის რამდენად გვაქვს იმისი რესურსი, რომ ეს ყველაფერი იქამდე მივიტანოთ და ჩაკეტილები ხო არ არიან სადღაც, სადაც იმას შენ ვერ წოდები, ხო? ორივე ლეგიტიმური კითხვა. ერთი ის, რომ 1991 წლის 31 მარტი არსებობს, ხო? და ჩვენ თუ ავიღებთ 31 მარტის შედეგებს, ჩვენ დავინახავთ, რომ ძალიან ჭრელი და ძალიან დაპირისპირებული იყო მაშინა საზოგადოება და კომუნიზმიდან გამოდიოდი. და 90% წავიდა მასზე, რეფერენდუმზე, აფხაზეთის ცხინვალის რეგიონშიც და 99.8%-მა მიცა თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ანუ ასე თუ შეხედავ შენ გაცილებით მეტი გაერთიანებს ქართული, ანუ თლიანად ვიდრე ყოფს. უბრალოდ გაჩნია რა კუთხით შეხვალ, ხო? და რა კუთხეს დაანახებ და რა კუთხით. მე ძალიან კარგად დავინახე ეს იმაში სამეგრელოში.
რატო იცი? იმიტომ რომ დამოუკიდებლობა არის ის, რაც მათთვის ძვირფასია, ხო? და მარტო დამოუკიდებლობა ხო არ არის ძვირფასი, აი რამდენი რამე, აი შვილები რო ძვირფასია, ეს ხო ყველას გვაერთიანებს. ჩვენი შვილები ჩვენთვის რო ძვირფასია, ეს ახლა ღარიბაშვილისთვისაც ესეა და ჩემთვისაც ესეა, ხო? როგორი განსხვავებული შეხედულებებისაც არ უნდა ვიყოთ. გავაგრძელებ. შვიდად ჯდომას. ხო, და შვილები, აი სამეგრელოში ვნახე ეგ. იმიტომ რომ მე და გიგას ხო ძალიან რთული, უცებ ავანტიურად დავისახეთ, რომ გავქანდით და ღრმა სამეგრელოში დავკავდით კამპანიით მაჟორიტარულით. ბავშვებს რო ართობდით ცალკე ეგ ჩემი საყვარელებისა. ხო, ეგ მაგას მივხვდი, იმიტომ რომ მე ჯერ ეგერთით ის ხალხი მოუთერი გახდება ეხა უკვე. რაღაცა დრო გავიდა და ის ხალხი უკვე არ გამithვლია ეგ. ეგ არ გამithვლია. უბრალოდ რაც ვნახე იმაში, ანუ სწორად ჩავთვალე. სწორად ჩავთვალე, რომ ეხა ამის გაკეთება ჯობია, ეს უფრო დიდი სიკეთეა, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამე, რაც შეიძლება აკეთო და პრაგმატულად კარგი იყო, ანუ ის ალტრუისტი კი არა ვარ. პრაგმატულადაც კარგი იყო, იმიტომ რომ დავიწყე ეს ყველაფერი როგორც უბრალოდ რომ აი ეს სწორია, იმიტომ რომ დავინახე იქ რომ რაღაც ბავშვები არიან, ბავშვებს გასართობი არ აქვს, მოდიან ამ საარჩევნო შეხვედრაზე დგანან ატუზულები და თან დავინახე რომ ამ შეხვედრების ორგანიზებაც რთულია რა, პარტია თუ აორგანიზებს ერთი და იგივე ხალხი დaqავს. და მეთქი რა გავაკეთო ახლა იმისთვის რომ რაღაც მიზიდულობის ადგილი შევქმნა, სადაც ადვილად შევძლებ კომუნიკაციას რა, რომ გავიგო მაინც გავიდე ამ იმიდან, ვისი მოყვანაც პარტიას შეუძლია, იმის მიღმა გავიდე და გავიგო იმის მიღმა რა ხდება. და აი რაღაცნაირად ერთბაშად მოხდა, ერთდროულად მოხდა რა. მე დავიწყე რომ მოდი ბავშვებს გავართობ, თუ მინდა აი ეს ავტობუსი დავბრენდე, რაღაც ეს გავაკეთე და კინო ეს მოვაწყვე, თქვათ იქ და აპარატურით აღჭურვე, რომ თავიდან ვფიქრობდი რომ მეთქი უფროსებისთვის ფილმები ხوار გავაკეთო, იმიტომ რომ მივხვდი რომ იქ სოფლებში და იმაში არაფერი არ არის. მაგრამ ნუ მე აი ბავშვებზე გადავედი და ანიმატორები ჩავსვი ამ ავტობუსში, ანიმატორები წავიყვანე აქედან. და დავიწყე ბავშვების გართობა. ამბავი არ მახსოვდა. დღისით რას ვაკეთებდი, იცი? შევდიოდი სოფელში ამ ავტობუსით, დაბრენდილი ავტობუსით, შიგნით იყვნენ ჩვენი მოხალისეები, ვიშლებოდით მაშინ სოფელში და ვარიგებდით საღამოსთვის მოსაწვევებს. ვეუბნებოდით რომ საღამოს ბავშვი თუ გყავთ, საღამოს იქ ივენთი გვაქვს, რაღაცა, ანიმატორები ისა არანაირი პოლიტიკა, ბავშვების გასართობი არის და მოსაწვევებს ვარიგებდი ესე სოფელში და ბუნებრივია ინტერაქციის შესაძლებლობა მე ყველა მიპატიჟებოდა და ისე კოცი ნაცი, რავი, ისეთი, ასეთი, იეჰოვას მოწმე, მართლმადიდებელი, აი ყველანაირი ბავშვი დარბოდა იქ და ის კი არა ვხედავდი, რომ ვიღაცებს უშვებდნენ თავიანთი ქართული ოცნების მაისურებით, იმიტომ რომ იმისი ბავშვიაო, ეხა სოფლის გამგებელი ხო დაინახავდა და რო არ ეფიქრათ, რომ პარტიას უღალატეს მშობლემ, ანუ მაგი დავინახე, რომ შენ თუ ადამიანებისთვის ძვირფას ეხები 31 მარტიც მაგის ის არის ჩემთვის და აი ეს ფაქტიც რომ ბოკერია და ჩერგოლეიშვილთანაც აი რო პატრიარქის მიშას ბიძინას კრიტიკოსები ანუ თუ კი რამე ავტორიტეტი არსებობს ამ ქვეყანაში ანკერპად ქცეული ყველაფრის კრიტიკოსები საჭიდელი რეპუტაცია იქ ხო თან მით უმეტეს ღრმა სამეგრელოში ხო ზვიადის ისა გიგას კიდერებს აბრალებენ ამ ზვიადის გამო და სადაც ზვიადი გარდაიცვალა იმ სოფელში კამპანიას ვაკეთებდით ხო და ეს აი ამ ყველაფრის მიუხედავად თუ მათთვის ძვირფას სიკეთეს უკეთებ და მათთვის ძვირფასი რაც არის აი იქ რაღაც სიკეთეს ხედავს არა შემთხვევაში ხელმოსაწვევი არის დამოუკიდებლობის საკითხი ხო სხვათა შორის ერთი დეტალი გამახსენდა ახლა ანუ მაგ თემაზე როცა ვლაპარაკობთ რამდენად ვაწვდენთ ვინმეს ხმას ერთ-ერთი ჩემთვის ინდიკატორი არის ამაზე როგორ რეაგირებს ხოლმე ქართული ოცნება 9 აპრილის თემაზე რომ მოხდა წნეხი აი ახლა 17 მაისს რომ იყო გამოსვლა და ხალხი გამოვიდა აღმოვაჩინეთ უყურებდით ეთერს და იმედზე რატომღაც მუსიკალურ ფონად აღმოჩნდა რომ დაადეს ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები ანუ რაშუაში იყო კი ესაა ხო ანუ მაგრამ მე ეგრე აღვიქვი რა რომ ეს იყო რეაქცია წინა მოვლენებზე 9-ში ვერ შეძლეს ხო ალბათ არა ანუ იმ ხალხს მიაწოდეს ეს დეტალი იმისთვის რომ აი ჩვენთვის ეგ ისევ ფასეულია ანუ უპასუხო ამაზე რეაგირება იყო. სრულ დილემას იკეთებენ, ამას ისინი წხვდებიან, რომ დამოუკიდებლობა ამ ხალხისთვის ძვირფასია და როცა გაუჭირდათ, აი ეს ახალი სრულ დილემა მოიგონეს, დამოუკიდებლობა და ევროპული ინტეგრაცია. სრულიად სრულ დილემაა, ხო? ანუ რაღაცა პარადოქსია, ერთმანეთთან არ ჯდება რაღაცები, რასაც აკეთებენ ერთის მხრივ, მაგრამ ლოგიკას მანდ პოულობ, რომ რაღაცების შერევა ხდება, ანუ ძალიან სწრაფ ტემპში მოვლენების კვალ და კვალ ერთმანეთში ურევენ რაღაცებს, ანუ
ანუ თან გელაპარაკება ეროვნულ ფასეულობებზე, თან გელაპარაკება რომ შენი გადარჩენის გზა მართლა არის ევროპული ინტეგრაცია, ამ დროს ლანძღავს ევროპას, ამ დროს ამბობს რომ იქ რაღაც უცხო ძალა იყო შემოსული და 9 აპრილს რუსს არა უჩეხია ქართველი. თან ამ დროს ხო რაღაცა ეს ელემენტებიც შემოდის, ანუ ეს ქაოსი ხო ქაოსი ყვები, სინამდვილეშიც რა მოწესრიგებული სტრატეგიაა. და მე მესმის რომ ეს სტრატეგიაა, მოგონებაც არ სამიზნე აუდიტორიისთვის მოგონებაც შექმნას ცდილობენ, ამოხსნას ცდილობ ხოლმე. მოგონებაც კი არ ჭირდებათ, იმიტომ რომ პირდაპირ გაიდლაინები არსებობს, პირდაპირ რუსული პროპაგანდა. ნუ და რუსული პროპაგანდაც რაღაც ძველ ხრიკებზე არის აგებული, ხო? ის რომ თქვათ, პირველი ეს პროპაგანდა არის მრავალარხიანი და ინტენსიური. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ეხლა ეს კობახიძე რომ გამოდიოდეს და ერთი არხიდან იძახდეს ამ სისულელებს, იოლი დეზავი, ანუ ის იქნებოდა, განეიტრალება იქნებოდა ძალიან იოლი. მაგრამ ყველა არხიდან სოციალ პეიჯები, ანუ ძალიან ინტენსიურია, ხო, ნიაღვარივით ესე მოდის. შეუდარებლად დიდი ნიაღვარი მოდის აი ამ ქოცური პროპაგანდის, ვიდრე აქედან რამე ხდება. ხო, ანუ აი შეუდარებლად დიდი ნიაღვარი, რაც არ უნდა ჩართო, ყველა მხრიდან მოედინება TikTok-ზე ხალხი ყავთ, Facebook-ზე. ანუ აი ეს სავსე აქვთ რა. რატო არის ახლა ეს გარდაუვალი, რომ შენ თუ ანუ აი პროპაგანდისტულად ვინც გებრძვის, იმას დიდი ნიაღვარი ექნება ყველა შემთხვევაში. ანუ სანამ სიმართლე შარვალს იწმევს, ტყუილი დედამიწას სამწრეს არ ტყავს. ადვილია ტყუილების ფაბრიკაცია, ხო, არ გჭირდება. იმისთვის რომ ეს ყველაფერი ადვილი იყოს, ამიტომ თანმიმდევრულობას არანაირი ყურადღება არ ექცევა. მთავარი არის ნიაღვარი და მთავარია ინტენსიურობა. მიუშვა ბევრი და ამოცანა არც აქვთ, რომ რამეში დაგარწმუნონ. უნდა დაფარონ ეს რაღაცა ველი, ხო, ესე გამოდის. დაგაბნიონ. ხო, ანუ მაგ ქაოსიდან მე ერთადერთი დასკვნას ვაკეთებ მაგას, რომ ამ მიზანი არის რაღაც ბურუსის შექმნა და გათიშვა პოლიტიკიდან. გათიშვა პოლიტიკიდან, რომ ესენი ყველანი არიან ბინ პოლიტიკა ბინძურია, ესენი გიჟები არიან, ესენი მართლებან ტყუან მართავს ვინ გაიგებს. აი ეს და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გამოგთიშოს. და ამას თუმცა აქ არის ერთი ამბავი, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არის ახლა მაგალითად რომ ნუ მინიმუმ კაი და დავუშვით ეგეთი სცენარი რომ ხალხი დააბნიე და აურიე რაღაცეები ერთმანეთში მაგრამ ამავდროულად შენ ხო გჭირდება იმის დარწმუნება რომ არა მე მართლა მივდივარ და რაღაცას ვალაგებ ვიღაცასთან აი ბოლო ამბავი რაც არის კი ანუ ეგ რა არის ხო ეხა თვითონ იმას რო გავუყვეთ რომ რატო დაჯერება ანუ მას რეალურად სტრატეგიული ბუნდოვანების გარეშე საქართველოში ჩვენ თუ ავიღებთ საქართველოს უახლეს ისტორიას ყველა პოლიტიკოსმა რომელმაც ღიად პრორუსობა მას აქნა რა ქვია გამოხატა ყოფა ეტირა ხო ეხა არ დაგიმალავთ რომ ბურჯანაძე კლასით სულ არ არის ყველაზე უარესი პოლიტიკოსი ეხა და ეხა ამ ბოლო დროს დავლაპარაკები ვარ კიდეც და ყველაფერი მაგრამ თავს განაჩენი გამოუტანა იმით რომ კრემლში ჩავიდა და ჩანთა დაუდო იქ ხო ტოქსიკური გახდა მაგის გამო და ეს არის ქართული რომ ნოღაიდელმა ცადა და გაქრა კიდე პოლიტიკურად ანუ ვინც არცა და არ არსებობენ პოლიტიკურად ბიძინა ივანიშვილმა 13 წელი გაქაჩა და თუნდაც თქვენ იმედიდან წამოხვედით ჩარშან და არა 2012 წელს და 13 წელს იმიტომ რომ თქვენ გჯეროდათ რომ ის ევროპისკენ მიდის დასავლეთისკენ მიდის ის თქვენთვის ხო მიუღებელი იყო კურსის ცვლილება და ასეთ ამტკიცებს როცა დარწმუნდით რომ კურსი ნამდვილად შეიცვალა ხანდი როცა გახდა თქვენთვის რეალობა ადექით და დადექით იქ სადაც სწორად გაგლილია აი იმ ხალხისთვის ჯერ ცხადი არ არის ეგ რეალობა ვინც იქ რჩება რასაკვირველი არსებობს 15-20% მაქსიმუმ რომელიც იძახის რომ ხო რუსეთშია ჩვენი მომავალი და დასავლეთი გვერდში თუ რაღაც, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი მათი. 15-20%. 80% არის პროდასავლური, უბრალოდ სხვადასხვა ეტაპებზე ხდება სიცხადის მომენტი და დაბნევა ჭირდება. ანუ შენ ერთი მხრივ გჭირდება გალვანიზაცია 20%-ის, რომელიც სიძულვილზე დგას და რომელიც გჭირდება შენ აქტიურ რეტრანსლატორად აი ამ სიძულვილის, მაგრამ მეორე მხრივ გჭირდება, რომ ლუფში ყავდეს და მხარდაჭერა გქონდეს იმ ხალხის, თქვენაირი ხალხის. მე მაგაში ვერ დაგეთანხმები რომ მაგ ნაწილში ვიღაცისთვის რაღაცა ცხადი არ გამხდარა ჯერ. მე მგონია რომ ზუსტად 28 ნოემბრის შემდეგ ბევრისთვის ყველაფერი ძალიან ცხადი გახდა, მაგრამ ახლა გარკვეულ ნაწილზე ვლაპარაკობ, არა ცოტაზე, მე მგონი, ანუ მარტო ჩემს სფეროში არა, ზოგადად, ვისაც მგონია რომ უკვე გააზრებული აქვს რაშიც არის საქმე, სადაც გაყო თავი
მაგრამ ამას უკვე მაგარჩევანს აკეთებს, რომ აი ახლა მიიღოს რაღაც სარგებელი და ამას გაყვეს. ჩაყვეს ტრანზაქცია. ხო, მაგას სწორად ხვდები. ნუ ტრანზაქციულია რა, ყველასთვის ესეა რაღაც მომენტში, ანუ რაღაც მომენტიდან შენ იწყებ გაცნობიერებას, რომ მორალურად და ვთქვათ, პრინციპულად სადღაც სწორ ადგილას არ ახარ, მაგრამ თუ შენ მითი რა ქვია, ყოფითი თემებით მიბმული ხარ, გადაწყვეტილების მისაღებად გაცილებით მეტ დროს კარგავ, ვიდრე ის რომ არაფერი არ გიჭერდეს საერთოდ და რავი ახლა მდიდარი იყო და უზრუნველყოფილი იყო ის იყო მიაფურთხებ წამოხვალ, ხო? როცა შენ მე არ ველოდები რომ მაგ კატეგორიის ხალხი რაღაც ეტაპზე რაღაც გადაწყვეტილებას ანუ მე მესმის შენ, იმიტომ რომ მეც ესე მქონდა 2012 წელს, როცა გავიგე რომ ბიძინა ივანიშვილს ხარი დაუჭირა ვიღაცაებმა ჩემი წრიდან, იმიტომ რომ ჩემთვის ეს კაცი ის იყო რაც დღეს არის. ანუ მე რატო ვარ ესეთი ჩილ ხშირ სიტუაციებში? იმიტომ რომ გამოვლილი მაქვს ის სიფსიხე რაც ეს არის, რა ქვია, რაც თქვენ გეუფლებათ ეხა. გამოვლილი მაქვს ეს ყველაფერი. ხვდებით, ანუ სხვანაირად ვხედავ, დიდი ხანია ამას ვხედავ და დიდი ხანია და ჩემ თავში სხვანაირად მაქვს გადახარშული და ბევრად უფრო ცივად ვუყურებ, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან შეიძლება Facebook-ზე თუ გადამეყალეს, ახლა საქმე და ვაგინო, მაგრამ რეალურად ხო, გაცილებით უფრო როგორ თქვა, გაცილებით უფრო მობიერად ვუყურებ ტრანსფორმაციის პროცესს, ვიდრე ვუყურებდი, იმიტომ რომ თქვენ გხედავთ. იმიტომ რომ ვხედავ სხვა ადამიანებს, რომლებიც გვიან, მაგრამ ხვდებიან და არ ყვევროთ ცუდი ადამიანები საერთოდ არ არიან. საერთოდ არ არიან, უბრალოდ ტრანზაქცია, ანუ სხვანაირ კალკულაციაში ცხოვრობდნენ. და ამას შენ ხედავ, რაც უფრო მეტ ადამიანს ხვდები და პოლიტიკოს მაგიტო ჭირდება ბევრ ადამიანთან შეხვდები, იმიტომ კი არა რომ იმათმა ხმა მიცენ. იმიტომ რომ თვითონ გაიგოს რა არის ეს ადამიანი პირველ რიგში. და დაელაპარაკოს და ისეს და რო ხვდები, მანდ უკვე იგებ, რომ ძალიან იოლად იგებ ადამიანები, რატო შეიძლება სხვადასხვა დროს უდგებოდეთ ჭეშმარიტების მომენტი. და ამას გარდა ევოლუციურია, რომ ადამიანი არის მიკერძოებული სტატუს-კვოსადმი, ანუ არსებული რეალობისადმი. მას აქვს რაღაცა უსაფრთხოების რაღაც ქსელი, რომელშიც ოპერირებს და ის შეიძლება იყოს ძვირფასი, არა იმიტომ რომ ის მოწონს, არამედ იმიტომ რომ არ სჯერა უკეთესის. რომ იქიდან რამეს უკეთესი მივდივართ ალტერნატივაზე ახლა ერთი კითხვა სანამ ალტერნატივაზე გადავალთ, ჯერ არ უნახავს ჩვენს მაყურებელს, მაგრამ მალე ნახავს საჯარო სექტორიდან. ეს ხო პირდაპირ არ არის. არა, ჯერ არ უნახავს, იმიტომ რომ რიცხვები ვიცი ეს როდის იქნება და ის როც. ჩვენ ყავდა საჯარო სექტორიდან გამოშვებული ადამიანი სტუმრად, რომელმაც ისაუბრა იმ წუხილებზე, რაც არსებობს საჯარო სექტორში და მათ შორის ჩემთვის რაც ესეთი ყურში მოსახვედრი ამბავი იყო, რომ მაშინ როცა პეტიციებზე ხელისმოწერა დაიწყო, მაგალითად თბილისის მერიაში თუ 300-მდე ხელმომწერი ყავდა ამ პეტიციას, მერე დაიწყო ზეწოლა და 100-ზე მეტმა უკან გაიწვია და რა თქმა უნდა ეს რთული პროცესი იყო, ამ ადამიანებს გაუჭირდათ ახსნა რას აკეთებდნენ, მაგრამ ფაქტია რომ თავის გადარჩენა დაიწყეს. და მაშინ რომ ვკითხეთ რესპონდენტს რომ რა ჭირდება საჯარო მოხელეს იმისთვის, იმიტომ რომ თუ ის ხვდება რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე საჯარო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანია, დანარჩენები რატო ჭირდებიან და იცით როგორი რაღაცა თქვა რომ თითქოს ჩვენ გარეთმყოფები არასწორად ვექცევით მათ. ვინც ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და რამდენიმე ფაქტორი ჩამოთვალა, რომ რაღაცა ვაბულინგებთ, ან ჩემთვის არ ვთქვას პირადად, მაგრამ ალბათ ესეთი აღქმა, რომ გარეთ არ ელოდებიან თითქოს პოლიტიკოსებისგან არის ბევრი მიზეზი არსებობს. პოლიტიკურ სპექტრს უამრავი პრობლემა აქვს და საჯარო მოხელეები კი არა, აგერ 633,000 სკოლის მოსწავლე ყავს ქვეყანაში. აქედან 10% კერძო სკოლაში სწავლობს, დანარჩენი საშუალო განათლებას ვერ იღებს. ვერ იღებს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ასწავლის მასწავლებელი, რომელიც თავის საკვალიფიკაციო გამოცდილებას, თავის საგანში იჭრება. 80% ქართველი მასწავლებლების ბოლო მონაცემით რაც გამოაქვეყნეს, მერე დამალვა დაიწყეს ამ მონაცემით 22 წლის მონაცემია. ქართველი მასწავლებლების 80% საკუთარ საგანში საკვალიფიკაციო გამოცდაში იჭრება. ანუ რეალურად ეს ხალხი დაქირავებული ყავთ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვესიონ, აი ხა აქ შემოასიონ მაგალითად ამ პოდკასტს რო გავა და გლანძღონ იმას ქნან, ჩავსხდნენ მანქანაში და ოჯახის წმინდის დღე იქნება თუ რა დღეც იქნება, გამოყვნენ. ხვდებით, ანუ მასწავლებლების ეს ახლა კი არ დაწყებულა ამ ხელისუფლების დროს. ამის ტრანსფორმაცია ჩვენში მე დავინახე მაგალითად 2008 წელს, როდესაც წინა ხელისუფლებას შეექმნა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე და თქვათ ლომაიას ეს რეფორმები და სამეურვეო საბჭოების გაძლიერება და რაღაცა ეს რაც იმაზე რო იყო ლაპარაკი, რომ სკოლები დამოუკიდებლები უნდა გახდნენ, ჰოსტ და უცებ მოიჭიმა მასწავლებლები გახდნენ ძვირფასი რესურსი, ელექტორალურ რესურსად იქცნენ და მე განცდა მაგ რომ გადმოიფარეს რაღაც დაწყებით კლასებში იყო ეს ყველაფერი, ამათმა გადაიყვანეს რაღაც საოცარ რეჟიმში, სადაც მასწავლებელს საერთოდ სახე აქვს დაკარგული. მე იმას
კი არ ვიძახი ხა ყველას არ ვეხები და გამონაკლისები წესს ადასტურებენ და ყველაზე კაშკაშა გამონაკლისი ამისი არის იაკერზაია ხო? ნამდვილად. იაკერზაია შემთხვევა, იმიტომ რომ არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც კონიუნქტურას არ ემორჩილებიან და ხშირად მათი სიცოცხლე ეწირება ამ ყველაფერს და ეს მისახედია ხო და რაზეა ლაპარაკი ხა რა საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურს ჭირდება რეფორმა და საჯარო მოხელეებს ველაპარაკებით იმით რომ ვისაც დღეს სამსახურიდან გამოუშვებენ როცა ხელისუფლება შეიძლება უკან დავაბრუნებთ და ეს მაგრამ ბავშვებზე არ ვლაპარაკობ ეგ სიგნალი ჭირდებოდა თქო მგონი რა საბოლოოდ ეგ დასკვნა გამოვიტანეთ რომ ანუ მე ხა გავალ აქციაზე და დავდგები ან პეტიციას ხელს მოვაწერ და ამის გამო მაგმალოდინი რომ გამაგდებენ აი ხვალ რომ ვიღაც მოვა ის მე აღმადგენს თუ არა აი დაახლოებით ეგეთი დასკვნა გამოვიტანე რა როგორც ჩანს ანუ ჩვენ ეგეთი ნუ სიგნალი მივიღეთ მაგ ადამიანისგან რომ საჯარო სამსახურში ეგეთი განცდა აქვთ რომ არ აქვთ ინფორმაცია ანუ ეგ მესიჯი არ არის მათთან მისული რომ თქვენ რას უპირებთ იმას ანუ არ არის მათთან მისული მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო წინ მართ ამ მიმართულებით ვიდრე თქვა თუნდაც ერთი წლის წინ იყო ოპოზიცია გამომდინარე იქიდან რომ დღეს ჩვენ რეალურად მუშაობთ მაგ საჯარო მოხელეებთან და რეალური შეხება გვაქვს ამ ადამიანებთან და პრეზიდენტის პლატფორმის ფორმატში შექმნილია საჯარო მოხელეებთან და იმასთან რა ქვია პროტესტის მონაწილეებთან ზეზრუნვის ჯგუფი და ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩვენ ყოველ შემთხვევაში ფედერალისტებს ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს გაწეული ანუ აქ ისინი აღიქვამენ არა ფედერალისტებს ვიღაცას არა ანუ მთლიანობაში ხო იცი რა არის ოღონდ აი მაგალითად ჩვენ უფრო პროტესტის მონაწილეებზე ქონდა აქცენტი იმიტომ რომ სადაც 300-ზე მეც ბოლომდე მივყვებით იურიდიულ დახმარებას აღმოჩნდეთ თან ახლა უკვე NGO-ებს გაუჭირდათ იმიტომ რომ გასაგებ მიზეზების გამო ამ რუსული ყაიდის კანონების გამო შეჩერდა ბევრი რამე ამიტომ ჩვენ მოხალისეობრივ საწყისებზე ვმუშაობთ და ჩვენი ყველა იურისტი ვინც არის თქვენ ხო მუშაობთ მოხალისეობრივზე წარმოიდგინეთ 300-ზე მეტი ადამიანს იცავს უფლებას იცავს სრულიად პრო ბონო სრულიად სასყიდლოდ მომუშავე ხალხი და ამას ძალიან დიდი ძალა აქვს და ამას შენ ხედავ და მე როგორ არის რომ რაღაცა community იქნება თითქოს რა რაღაცა საზოგადოება იქნება ამათგან და ეხა ამ ჩვენი hotline-ის მენეჯერი უკვე ისეთ პირად ურთიერთობებშია შესული ყველა ამ ოჯახთან რომ რაღაცა კიდე ცალკე წრე იქნება ამ ხალხის რაღაცა ნდობის ჯგუფივით და ეს ერთი მაგრამ ეხა საჯარო მოხელეებთანაც ანუ პრეზიდენტს ქონდა უფრო მეტი აქცენტი კი ეხა პროფკავშირებსაც აკეთებენ როგორც მოხელებზე პროფკავშირების მცდელობაც არის მაგრამ ეს არ არის მიახლოებულიც იმასთან რასაც გეგმავთ და რაც შეიძლება გამოვიდეს უკვე პრეზიდენტის პლატფორმის ფარგლებში 6 სუბიექტი მონაწილეობთ და გაფართოებადია ეს პლატფორმა მოხდა შეთანხმება რომ ყველა საჯარო მოხელე აღდგება უკან სამსახურში ეხა ვიღაცამ შეიძლება კითხვები დასვას როგორ და გაჩნდა კიდეც უკვე ეს კითხვები ისედაც საჯარო სამსახურის რეფორმა გასაკეთებელია ზოგადად შესამცირებელია ეს უამრავი სიპი და ის რო შექმნილი ზუსტად იმნიშნების ხო ზოგადად საჯარო სამსახურის გამჭვირვალე რეფორმა არის გასაკეთებელი მაგრამ ხალხი რომელიც პატრიოტული პოზიციის გამო სრულიად უკანონოდ დაზარალდა დაბრუნდება სამსახურში აღუდგება განაცდური რაც არის და ზიანზე იდავებს თავისუფალ სასამართლოში უკვე და კომპენსაციასაც მიიღებს ზიანის ასე რომ არ დარჩება ეგ ხალხი უპატრონოდ და კი ჩვენი პრობლემაა ნამდვილად რომ ამის კომუნიკაციას კარგად არ ვაკეთებდით მაგრამ ეს არ არის ჩვენი მარტო პრობლემა ამიტომ მოვყევი 633,000 ბავშვის ამბავი უბრალოდ 570-ის ვინც საჯარო სკოლაშია რომ არც ამაზე ვხარჯავთ სათანადო დროს არიდან აუცნაურია ხო 570 ბავშვი რამდენი ოჯახი იმათ ხო ორი მშობელი ყავთ ანუ ან ბები აყავთ ან ბაბუ ანუ იმის ხო ვიღაცისთვის ძვირფასია და წარმოიდგინე ეგეც ძვირფასი რაღაც არის ბავშვი ყველასთვის ძვირფასია და პოლიტიკოსი მაგაზე არ ლაპარაკობ რა სისულელე ანუ ბიზნესა რომ წავედა თქვენ მოხვალთ პრიორიტეტია ეს ამით იწყებთ თქვენ მუშაობასა და ორი პრიორიტეტი ორი უმთავრესი რეფორმა მგონია და მე განათლების რეფორმასაც მიეხედება იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მიეხედება განათლების რეფორმას თუ შენ ნორმალური მთავრობა არ გაქვს ანუ პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება სასამართლო რეფორმა იმიტომ რომ შეუძლებელი არის ანუ ჩვენ თუ არ შევდექით სამართლიან საზოგადოებას თუ ეს ჯოჯოხეთი იქნება დღეს ზურაბ ჯაფარიძე დაიჭირეს ხო და არის პანიკა ამაზე რა მაგრამ რავი მე 13 წელია პოლიტიკოსებს იჭერენ ამ ქვეყანაში და მე არ ვიცახი რომ ესენი უდანაშაულოები არიან უბრალოდ მოტივი პოლიტიკურია იმიტომ არ იჭერენ რომ დანაშაული აქვს ჩადენილი იმიტომ იჭერენ რომ პოლიტიკოსები არიან არც მიშა არ ზის თავის დანაშაულებისთვის ყველას ფეხზე კიდია მიშას დანაშაული მიშას დანაშაული რო არ ეკიდოთ მურუსიძე მოსამართლედ არ ეყოლებოდათ ხო ასეა ანუ იზის იმიტომ რომ პოლიტიკური მოღვაწეა და ბიზნეს ჭირდება მისგან ტრისხატის შექმნა და გალიაში რო ყავდეს რომ აჩვენოს რომ მიშა დაამარცხა აი ეგ არის ხო და ჩვენ ამას ამოჯენდოებულ წრეს ვერ გავცდებით და ვერც საზოგადოება იცხოვრებს ხარისხიანად იმიტომ რომ მარტო პოლიტიკოსებზე კი არ არის საქმე მაგალითად ფოჩირო კამპანია მქონდა ეს საინტერესო თემა
იმ მკითხარი მქონდა ინდიაის თუ რაღაცის და გავაკეთე და გამწარჩინებულ ფოთელებს ვინც არიან ქოცი იყო ნაცი იყო ვინ იყო არ ქონდა მნიშვნელობა შევეხმიანი და თქვენი აზრი მაინტერესებს მეთქი და ყველას შევხვდი რომ და ეს კითხვარი მქონდა და ეხლა კითხვარით კი არ მივდიოდი მაგრამ თავში ეს კითხვები მქონდა და ვეკითხებოდი ინდიაის კითხვარი იყო რომ გაიგო როდესაც არჩევნო სამუშაოდ შედიხარ რა ისუებზე, რა თემებზე, რა პრობლემებზე გჭირდება გამოხილ ყურადღება და თევზის სუნი ხდებოდა სულ, რა თევზის სუნი, რაღაც პანიკაში ვარდებოდნენ და ვერც მივხვდი რა. მე მეგონა რომ შემწარი თევზის სუნი დგება, რაღაცა ეგეთი ვიყურებოდი ეს თვალებს. სუნი და კოღოები. თვალებს უკეთებდი. ესე რომ მგონია რომ რა სუნი უნდა იყოს, იმიტომ რომ არის გაი სუნი რა, მე ჩავედი იქ ივლისში. და მე უკვე რომ არჩევნების მერე რომ ჩასვლა მომიწია რაღაც მომენტში აღმოჩნდი მე იმ თევზის სუნში და შოკში ჩავარდი. ეს რა თევზის სუნი კი არ არის, ეს არის ლეშის სუნი. რა თევზის სუნი, ეს არის მკვდრის სუნი. იმიტომ რომ ის თევზი რამე ცოცხალი კი არ არის, ან კიდე რაღაცა იმაში შამპურზე კი არ წავან, რაღაც ტაფაზე კი არ აჩიმაშვები. მკვდარი თევზია და მხნილად უნდა გააკეთონ და იმ მკვდარს ლეშ სუნი გაზდის და სადაც ის მანქანა გაივლის, ყველაფერი ყროლდება და რაღაცა ჯოჯოხეთი, ანუ ეგეთი უპატრო. რავი, ანუ ბავშვებიდან რო გზდიან, გეუბნებიან რომ ჰაერი არ უნდა გააფუჭო, ხო? საზოგადოებაში მაინც. და უცებ აღმოჩნდი რომ ქალაქში დიდებულ ქალაქში, რავი ნიკო ნიკოლაძის ქალაქში, სადაც კაი ხალხი ცხოვრობს, ჰაერს აფუჭებენ ისე რომ საერთოდ არ წხვენიათ. და ამან დამშოკა რა და მე რომ მოვიკითხე ეს ამბები, გავარკვიე რომ პერიოდულად ეს ხალხი პროტესტს გამოხატავს, იკრიბება რაღაცა, მთავრობას ეძახის, მთავრობა 2000 ლარით თუ რაღაცა ლარებით აჯარიმებს წარმოებლებს, რომლებიც ახლა 2000 ლარი მათთვის არის. რავი, მეც რომ მიღირს ხოლმე ხანდახან რომ რაღაც დავარღვიო და ჯარიმა გადავიხადო, იმიტომ რომ მეჩქარება. ხო, რამდენჯერ ყოფილა რომ თუ გეჩქარება ახლა დასავლეთში, გადააჭარბებს სიჩქარეს და მოგივა 1-2 ჯარიმა, მაგრამ ნუ არა უშავს, ხო? ხო, ქონიეთ აქეთ შემთხვევა რომ ძალიან გეჩქარება. აი ამაგას აკეთებს უხის იმას ეს და მე ვცადე სასამართლო ისა მე მჯერა ამ სასამართლოს დატვირთვის ბევრგან არსებობს ქვეყანაში ეს პრაქტიკა რომ ორი სასამართლო არის ორი მოსამართლე არის ფოთში და ჩამოვიარე ეს ხალხი და ვკითხე რომ თუ გინდათ მეთქი რომ სასამართლოში ვიჩიოთ მე კი არ ჩამოვიარე ჩვენმა იურისტებმა ჩამოიარეს და თავიდან აყვა ეს ხალხი რომ კი ვიჩიოთ რაღაცა და ვიფიქრეთ რომ აი სადღაც ერთი 100-მდე საჩივარი რომ შევიდეს იგივე ფოთში თევზის სუნის საქმეზე თუნდაც ესეთი სასამართლოს პირობებში უცებ ორ ფოთელ მოსამართლის თავში ჩაიცეს რაღაც 100 საქმე და ისა ამას ხო გაიგებენ წარმოებლების და გასაგებია რომ ეხლა შეიძლება ეს საქმე ვერ მოიგო მაგრამ საქმე რომ სასამართლოშია ბიზნესისთვის ეს იმას ნიშნავს რომ თოფი რო კიდია გავარდება კიდეც ხო სადღაც და დაიწყებს ის უკვე მუშაობას იმაზე რომ დღეს თუ ვერ რაღაცას ყოველ შემთხვევაში ესე იფიქრე სასამართლო მაგისთვის გჭირდება და ძალიან ცოტა ხანში გავარკვიე რომ საერთოდ არავის არ უნდა ჩივილი პირველი ნდობა არ აქვს მეორე კაი პონტად არ მიაჩნიათ რაღაცა იქ ჩემაც ოლმა იჩივლოს ვერც თქვა ანუ არაკაცურია აიმე ხო ხო მე ნუ რაღაც მომენტში ვიღაცის ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა და ასე მაგრამ სამაგეროდ მათი ცხოვრების ხარისხი ფუჭდება ხო ანუ მაგაში შეიძლება რომ დღეს თუ არა 3 წელიწადში ძალიან დიდი კომპენსაცია მიიღონ ანუ ფული შეიძლება ამ ყველაფრიდან გააკეთონ ეს გზა ხო ხალხმა უნდა ისწავლოს და ასე შეიძლება ბალანსი ჩამოდგეს ანუ სასამართლო რეფორმა რა კითხვითაც დავიწყეთ ეს არის ყველაზე უმთავრესი ჩემი აზრით ეკონომიკისთვისაც ყველაფრისთვის აქ რო რაღაც ინვესტიცია შემოდის ინვესტორმა უნდა იცოდეს რომ მას ადგილობრივი რაღაც ლორდი ვერაფერს ვერ უზავს ანუ სასამართლო არსებობს და იქ მივა ეს ერთი და მეორე თვითმმართველობის რეფორმა ან ჩვენთან რა ხდება აი სამეგრელოში სიარულისგან სას მაგას ძალიან კარგად მოწყვეტილია ხალხი საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკაში საერთოდ არ მონაწილეობს. როგორ არის, იცი რომ აი ჩემი არ მქონია არც ერთი ინციდენტი. სულ კეთილგანწყობას ვაწყდებოდი მიუხედავად იმისა, რომ ყველას ვეჩხუბები, ხო? აი პერსონალურად რომ მივდიოდი, საერთოდ არც ერთი ინციდენტი არ მქონია, ანუ არ არის ხალხი ეს ისა რა ქვია. მოიცა რაზე დავიწყე ამის ლაპარაკი, ხა აზრი გამიწყდა რომ გამაცინეთ. სასამართლო რეფორმებზე საუბრობ. ხო, თვითმმართველობის რეფორმაზე, რა ხალხი ჩართული არ არის. და გიყურებს ესე რა და საბოლოო ჯამში ადამიანი რომელიც გიმასპინდლდება აი რამის ბოლო შაქარს გიყრის ყავაში მაშინ რა ქვია და ნალივკას გასმებს და უი რა კაი გოუხარ რომ მოხვედი თუ რაღაცა თქვენ ყველა არჩევნების წინ გახსენდებით აი ესე უცებ გეუნება და ვერც ხვდება რომ ძალიან დიდ შეურაცხყოფას გაყენებს იმიტომ რომ ანუ რას გეუნება რომ შენ ვიღაცა ვიგოდნიკი ხარ და არჩევნების წინ გაგახსენდი მოეთერია ყავა დაგალევინა ყველაფერი მაგრამ მაინც კაი გოგო ხარ
ხო და რასევდიანია ეს ამბავი, ხო? ანუ რო შეხედო რომ თუ ვიგოდი კი ვარ, კაი გოგო როგორ ვარ და ანუ უცებ აი ამის გაცნობიერებას იწყებ, რომ ამ ქვეყანაში რაღაც მაგრად ყავს, რომ ანუ მიუხედავად იმისა, რომ არ გენდობა, მაინც მოწონს კონტაქტი და ახლოს რომ მიხვეწი და ელაპარაკებ. და რატო არ მენდობა? ანუ პარტიაში მოვიდოდი და ვეკითხებოდი, რომ ეს ხალხი ამას რატო მეუნება გამაგებინეთ არჩევნებიდან არჩევნებამდე ამათთან რას აკეთებთ? არა. ანუ თბილისიდან რა ხდება მეთქი ვკითხე ჩვენი პარტიის იმის აი რა არის მეთქი და რაღაცა 15-ში რამდენი ადამიანი შემოყვანა შეგიძლია თვლით აქციაა და აი ჩამოყავს რაღაცა ხალხი და აი ეს არის ხალხთან კონტაქტი მეტი არანაირი კონტაქტი არ რო ჩავედი ფოთში და თან ჩვენი პარტია ევროპული საქართველოს მაშინ 20 წელს რა ანუ ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯირებული პარტია იყო. დანარჩენები ამაზე უარესები იყვნენ. და რომ მოვიკითხე რომ ხმას ვინ გვაძლევს მეთქი, ანუ დათვლილი მქონდა ბაქრაძეს რამდენი მიცეს წინაზე, თვითმმართველობაზე რამდენი აიღეს ფოჩხობში და სენაკში. 5000 ხმაო მითხრეს. ვინ არ მეთქი ეს ხალხი მომეცით, ჯერ მაგეთან დავიწყებ და მე მზესავით გავიშლები ახლა იქ რომ მივალ, ვინც ორჯერ ხმა მოგცა, ახლა იმას უხარია შენ დანახო, ხო, უფრო მეტად ვიდრე ვინც არ არის შენი ამორჩეველი და ენთუზიაზმით გადაგიყვანს მეზობელს გაგაცნობს რაღაცა შეიძლება სუფრა გაშალოს. ანუ მილიონი რამე შეიძლება ქნას ადამიანმა რომელიც კეთილგანწყობილია და მომეცით კეთილგანწყობილები ვთქვი. არ ქონდათ. ანუ ორჯერ ადამიანებმა ხმა მოგცა. არც იცნობენ, არც იციან, მონაცემთა ბაზა არ აქვს. და ქართული ოცნება მუშაობს პირადი მონაცემი იპარავს. და ისე იცის ყველას ვის აქვს ლეიკემია, ვის ჭირდება თირკმელი, ვის ჭირდება ბინა, ვინსად არის, ვის ვინ ყავს მკვდარი, ვის ვინ ყავს ემიგრანტი. ანუ იცის ეს ყველაფერი ამ მასალას აგროვებს და ჩვენ მხარეს ეს არ ხდება. და ეს არის მოპარული და იმისთვის რომ პოლიტიკური ანუ ვერაფერს ვერ უზავ ამას, ანუ ამას თუ პოლიტიკური პროცესი არ არსებობს და ეს ხალხი პოლიტიკური პროცესში ჩართული არ არის. მაგ შემთხვევაში რეჟიმი სულ მოიპარავს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ რეჟიმს წომა აქვს, არა იმიტომ რომ პოლიტიკურად მუშაობს ამათთან. არამედ იმიტომ რომ ამ ხალხს სამედიცინო დახმარება ჭირდება. ნუ ვერ კეტი აქ ხარ როცა რეჟიმს. ხო და ბოდიში ამას და თვითმმართველობის რეფორმა. ანუ თვითმმართველობის რეფორმა არის გასაკეთებელი, ანუ მმართველობა არის ჩასაწევი ქვემოთ. მაშინ, როდესაც ეს თავკომბალობა ხდება და თბილის ცენტრს ელოდებიან, ყველას თავი აქვს ატრიალებული ზემოთ. ხალხს არავინ არ უყურებს, ანუ ის სოფლის გამგებელი ნიშნება პარტიისგან, ის პარტია, ანუ იქიდან მოდის ყველაფერი, ბოდიში იქით რო ვიყურები, ვთქვი გავასახიერო. ხმადამე კარგად. მსახიობობა, ჩემი საუკეთესო უნარი ნამდვილად არ არის, მაგრამ მართლა ეგ ხდება რა, ანგარიშვალდებულება ხალხთან არ არსებობს, იმიტომ რომ საკითხები, რომელიც ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალურ დონეზე წყდება, არის ძალიან ცოტა. და ჩვენ ვართ მათთვის თვითგამორკვევის, ანუ უფლების მიცემის მომხრე. აი მაგალითად ქუთაისში არის რაღაც სოფელი ქვიტირი, რომელიც ამ დიდარი სოფელია, იმიტომ რომ იქ სოფლის მეურნეობით კი არ არიან დიდად დაკავებული. მანქანების რაღაც ნაწილების ბიზნესი აქვს თუ რაღაცა და დიდ ფულს წერენ. და ეგეთი რამდენიმე სოფელი აღვnt, არაფერი, ანუ გარდა იმისა, რომ პირადად შეიძლება სახში რაღაც მიაქვს, სოფელს არაფერი არ ეტყობა ამისგან, იმიტომ რომ ის იმას არ რჩება. იქ ხო რაღაც ეკონომიკური აქტივობაა. ის მოდის თბილისში. კი. ფოთში წარმოიდგინეთ, ახლა ამ ხელა რაღაცა პორტი მუშაობს. და ფოთი არის ყველასგან მივიწყებული ადგილი. სასტუმრო არ არის, ოტელ ტრანსილვანია. კი, ნამდვილად. რესტორანი რაღაც. მართლა ერთი, ანუ ჩვენ რო ჩავედით, ჩვენ ვიქირავთ გრიგოლეთში, მის რა ქვია, პატარა სასტუმრო. იმიტომ რომ ფოთში ვერაფერი ვერ ვნახეთ. ისეთი მდგომარეობა. ინტერნეტი არა, გზები არა, ადრენაჟო სისტემა არა. არა არის, სამოთხეა უბრალოდ. და ფოთის განვითარება ხო რას ნიშნავს? ფოთის განვითარება იმას ნიშნავს, რომ სენაკში, ხობში, მიმდინარე სოფლებში სამუშაო ადგილები გაჩნდება. სამუშაო ადგილები რო გაჩნდება და ეს ხალხი გამოვიდა ნორმალურ სამსახურს ნახავს. ნატურალურ მეურნეობას იქ მიწაზე მიმული ხوار იქნება, რომ ორი ძროხა უნდა მოწოდოს, იქიდან ყველი გააკეთოს, წავიდეს იზეთში გაცვალოს და მე ჩემ ხელა ქალები ვნახე. ვინც ოცნებობენ, რომ პენსიონერები გახდნენ. კი. იმიტომ რომ ქეშის თქმა რო ეგ არის. იცი რა სევდიანია, შეიძლება გაგეცინოთ ახლა. არა, ნუ. მაგრამ ძალიან იმიტომ რომ ქეშის პენსიონერი არის ყველაზე მდიდარი. იქ საპენსიოებსო პენსიონერებს ვალებს თუ რაღაცებს რო იმაშვები. შვილიშვილების აღებინებენ. იმას შვილიშვილი ელოდება რომ ის ფული გამოართვას. იმიტომ რომ იმას ფული არ აქვს. აი ახლა რაღაცა მარიხუანაზე ამბავი რო დაიწყეს ამათ რომ უნდა გაამკაცრონ ის. ეგ იცით რატო ხდება? იმიტომ რომ ობიექტურად ეგ პრობლემაა რომ შენ რო იქ დადიხარ იმის გამო სამუშაო ადგილები არ არის. ახალგაზრდები ვინც რჩებიან, ისინი უსაქმოდ არიან, ხო? ეხლა მშობელი ამ ყველაფერს რო უყურებს, რამეს ხო უნდა დააბრალოს. იმას ხო სისტემურ უმუშევრობაზე ხო არ დაიწყებს ახლა ამას ლაპარაკს. და მოუკვდეს თავი ამ მთავრობას, ელწევიან მარიხუანას, მაგას გეუნება სულ და ეს ადამიანი რომ მუშაობდეს გადიოდეს სამსახურში, მოდიოდეს და საღამოს იმას რა ქვია, ერთ მასტერკაპლანს ეწეოდეს. დედამისი ხო არ ინერვიულებს.
ანუ შემდგარი ადამიანია, სულ არ ეცოდინება და რავი, მე მუშაობს სადღაც, ბრუნდება სამსახურში, ცოლშვილს აჭმევს და წარმოწება ტელევიზორთან და პლანს ეწევა. იმიტომ რომ იქ მაგას ხედავდი სულ და ახალგაზრდები ჩართულები არიან. ამაზე მშობელი ხوار ინერვირებს და პლანს ხوار დააბრალებს. და სინამდვილეში პირიქით არის, ანუ ეს ადამიანი იმიტომ არის დისფუნქციური, რომ ადგილი არ აქვს, ვერ რეალიზდება. სამუშაო ადგილები არ არსებობს. როგორ აპირებთ რომ აქ ხალხს ეკონტაქტოთ და აქვე მინდოდა მეკითხა რომ როგორ გონია აი კატეგორია ეხლა ვინც აი ეგ გითხრათ მაგალითად რომ აი თქვენ სულ არჩევნებზე მოდიხარ და კარგი გოგო ხარ ეხლა როგორ უყურებენ ამ პროცესს ვინც ეგ მითხრა ხופში და სენაკში იცოცხლე ეგრე აღარ ხედავენ იმიტომ რომ თვალებში მაზოლები ამოუყვანე იმის მერე მე გულისხმობ ანუ მაგ ხალხს ვინც ეგრე არის განსხვავებული რომ მან ჩვენთვის არავინ არ არის ეს ხო ცნობილი ფრაზაა და მარტო მაშინ ვახსენდებით როცა ხმა უნდა თან აქციაზე ვიღაცას იმ თემების შემოტანით და ჩვენ ამ მხრივ კარგად მუშაობთ იმიტომ რომ იმ თემების შემოტანით რაც მათთვის ძვირფასია ხო ვიცი რა არის მათთვის ძვირფასი ანუ ეს კვლევებში ხო ჩანს ეხა ეს დანარჩენ სპექტრს არ უყურს და აჭინდებიან ამ რაღაცა манипуლირებულ რეიტინგებს არა და მთავარი განწყობებში ის რეიტინგი თუ გინდა შეცვალო განწყობა უნდა გაიგო რა არის განწყობა იმას კი არ ნიშნავს რომ იმას ჭკუაზე იაყრო პრობლემა დაინახო და შენ ჭკუის პასუხი მოუძებნო შეიძლება ვიღაცამ თავიდან ვერ გაიგოს მაგრამ კარგად ახსნა თუ იცი რომ ესე გამოვა ეს ყველაფერი ხო და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შენ ამადა და რაც შეეხება თვითონ ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან კარგად ტექნოლოგიურად ანუ ჩვენ ის კი არ არის რომ რაღაცა ოფისებს ხსნით და იქ რაღაცა კოორდინატორებს ქირავთ და ასე შემდეგ. პოლიტიკურ პროდუქტს ვამზადებთ სხვადასხვა თემაზე. ანუ ჩვენ გვერდზე თუ შემოხვალთ, მარტო ეგ გვერდები კი არ არის. ბევრი პროქსი გვერდები არსებობს. კიდე სადაც ჩვენი მასალა გადის. ანუ მე რო ვზივა, აი ახლა აქაც რო ვილაპარაკებ, ამ თვითმმართველობაზე ხო ვილაპარაკე, მოსწავლეებზე ხო ვილაპარაკე. ეს დაინჭირება ეს ყველაფერი. ნაწილს მე დავჭრი, ნაწილი ვიღაცას ავთენტურად თავისით რაღაცებს მოჭრის. და ეს გავრცელდება ველზე. რაზეც კონტროლი მე მაქვს და რაც ჩემი მოჭრილია. იმაზე მონაცემსაც ვაგროვებ. ანუ ის რო გადის სოციალურ ქსელში, იქიდან დატა მომაქვს. ვინ როგორი რეაგირა მომაქვს და ვხედავ როგორი რეაგირა და რომ ვნახე რომ ვიღაცას აინტერესებს გამოცდების თემა და ჩვენი გამოცდების რეფორმა და ბევრს აინტერესებს ძალიან იმიტომ რომ აბიტურიენტი შვილები ყავთ და პირდაპირ ანუ უცებ აი რაღაცა გამოცდების რეფორმაზე რო გავაკეთე რაღაც ანუ მათი ჩართულობა რაში მდგომარეობს მათ უნდა ეხებოდეთ მათთვის ძვირფასს უნდა ეხებოდეს აი ისეთი თემაზე აი არსებობს ფართო თემები როგორც დამოუკიდებლობა და არსებობს ვიწრო თემები რომელიც ინტერეს ჯგუფებს ეხება დევნილები ბუჩამდე იყო აფხაზეთ ხო ჩვენი კამპანია მაგას ჩი გულში წვდებათ ხო 300,000 ეხება საქმე. მეორე მხრივ საუბრობთ იმაზე, რომ რაც აფხაზეთი დავკარგეთ, მას მერე მათი მთავრობა არ შეცვლილა. აი, მაშინ რომ მთავრობა აირჩიეს, იმის მერე არჩევნები არ ქონია და ვინც კვდება. ახალი მაგათ არჩევნებზე ვარ დამყოფი, თამარ, ეგეთი რთული გადადება. შენ ყველგან დამყოფი, საშიში კაცი. ანუ ეს არჩევნები იყო შიგნით, ანუ მაგას არ მოყვა. ეს არის შიგდა, მაგრამ ხალხს არ აურჩევია ეგენი და მან ბინით და იქ რატომ მიდიოდა მე რეიტინგობა ამაზე 300,000-ია წარმოიდგინე, ხო ხვდები, ანუ აი ეგ ეგრე და მაგათ ელაპარაკებდი, ხო 300,000 ადამიანს ელაპარაკებდი. შენ პოლიტიკური სპექტრი უნდა გადაერთოს მათთვის საინტერესოდან, იმიტომ რომ აქამდე სულ რა გესმა. ვინ ვისთან დაჯგუფდება, ის რა მანევრს ჩაატარებს, მიშას რამდენი დიაგნოზი აქვს და შეხედე ერთიან რამდენი ადამიანს ეხება. მაქსიმუმ დაჯგუფდნენ და სელფი გადაიღონ ვიღაცამ და ვიღაცამ არ დავასახელებ ახლა, იმიტომ რომ პლატფორმაზე ზიან და მე წqინთ ხომ. ეს არა ქვია. ან ცუდად კი არ ვიძახი, უბრალოდ ესე იყო, ხო სამ კაცს ეხება და შენ უნდა ბადე გადააგდო იმაზე, რაც ბევრს ეხება. იმათთვის არის, იმათთვის ძვირფასია. რა მნიშვნელობა აქვს ახლა აი მითხარ, აი თუნდაც ჩვენთვის, მაგრამ ახლა შენ პოლიტიკურად აქტიური ხარ. რიგითი ობივატელისთვის რა მნიშვნელობა აქვს ახლა ოპოზიცია ერთიანი სიით გავა თუ ცალ-ცალკე გავა. ამაზე რომ მიაქვთ, ან იმას რა მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას თუ სულ სხვა პრობლემა. ხვდები რას ვიძახი? გირაოს გადაიხდის თუ არა ვაშაძე. ეს რატო უნდა იყოს? ეს შეიძლება იყოს როგორც დრამა საინტერესო. თურქულ სერიალს უყურებ ან რაღაც ვენესუელურ დრამას და ვიღაც უფრო ვაშკაცია, ვიღაც ნაკლებად და ამ კომპეტიშენში, მაგრამ ეს ხო შენ შესახებ არ არის. იცი რა მაინტერესებს ეხლა რაცაც ვლაპარაკობთ, ხო? ეს თქვენ რა კვლევასაც აწარმოებთ, ხო? ეგ გაასმაგებულად აქ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ თავად წერს, თავად კითხულობს და მე გიქრევს რომ ის ტყუანი არა, ამ ხრივ არ ვადარებ, ტექნოლოგიურად ვადარებ. მაგრამ ჩვენ რასაც ვარაუდთ არის რომ პროპაგანდა
თუნდაც უნდა ვებრძოლოთ იმით, რომ ჩვენ მეტი სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს, ხო, რომლებიც თუნდაც ამ სოციალურ ქსელში ეძებენ სიმართლეს. დამთავრებით კითხვა, პროპაგანდით ვერ დაუპირისპირდები. ანუ იმან რაღაცა ბევრი ტყუილები გადმოაგდო და შენ ამ ტყუილებს დაერიე და სათითაოდ განსხიპეტოთები მავნე, რადგან 9 აპრილი ახსენე. ეგრე არ გამოდის, იმიტომ რომ კიდე ერთხელ სულ სხვადასხვა ტემპზე არის საუბარი. სიმართლის დადგენას დრო ჭირდება უბრალოდ და მუშაობა ჭირდება. ხო, მაგრამ ხო ესე გამოდის, რომ მათ დღის წესრიგს მოვყვებით თავის მედიანად. შენ უბრალოდ უნდა ილაპარაკო იმაზე, შენ უბრალოდ უნდა ილაპარაკო ანატომიაზე, ანუ შენ ხალხს უნდა დაანახო სურათი როგორ ატყუებენ მათ. და ამას გარდა შენ უნდა შესთავაზო პროაქტიულად ის დღის წესრიგი. პირველ იმის 25 წლის პირველ 3 თვეში 51 პედოფილიის შემთხვევაა. ეს რას ნიშნავს, იცით? 90 დღე არის 3 თვეში, ხო? 93. ეს ნიშნავს, რომ ყოველ მეორე დღეს, ესენი სანამ ოჯახის სიწმინდეზე და ქალიკაცია და კაციკაციაზე და გარყვნილებაზე რო შავდნენ, ბავშვს აუპატიურებდნენ. აქედან 22 არის შეღწევით გაუპატიურება, 30 რაღაცა შემთხვევა არის სხვა სახის გარყვნილი ქმედება. ეს ყველაფერი ხო არის უსაფრთხოების სისტემის და მთლიანად, ანუ სისტემის მოშლილობის ისა. ამაზე ლაპარაკი ხო პირდაპირ შედის ადამიანის თავში, ხო, ჩვეულებრივად და ეს უნდა უპირისპირდე, ანუ პროაქტიულად უნდა ქმნიდე, რას გააკეთებ იმისთვის, რომ ეს აღარ მოხდეს. სუს რას უზავ, ანუ გამოიყვან ამ საპატრიარქოს და პოლიტიკურად აქტიური ხალხის საძინებლებიდან და რეალურ პრობლემებზე შეატრიალებ, როგორ შეატრიალებ, სუსის დეკონცენტრაცია როგორ ხდება. სალმეზურაბიშვილის ქარტიის ერთ-ერთი ნაწილი ეგეც არის. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვა რა არის? მას შორის ბავშვების დაცვა, ხო? და ეს ყველაფერი არ ხდება, იმიტომ რომ რეჟიმის სამსახურში არის და ამ თემებზე ლაპარაკით. და ამიტომ მიხარია ახლა ეს პოდკასტი, ამიტომ მიხარია რომ ის ჩამოიქცა. კარგი კი არ არის, ანუ მერჩია რომ სულ სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ ეს განაპირობებს, ანუ აი ეს რომ თქვენ რომ ამოდიხართ ესე, ხო? და ბევრია, ეხლა არ ვიცი მე რამდენიში ვარ უკვე. და ძალიან მიხარია. გასაგებია რომ თავიდან შეიძლება რაღაცები უხარისხო იყოს, მაგრამ კონკურენციაში ხარისხით დაიხვეწება და ძალიან კარგი მედია შეიძლება. მოდი მაშინ მედიაზე წავიდეთ ახლა და მკითხარი შენ რას ფიქრობ? ხო, მართლა წყალობენ ბოლო დროს რაღაცა ცოტა გავიდა კეზერაშვილი ფორმულადან და როგორც ვიძახდი, განპირობებული იყო წესი. შევიდეთ ამარ ჩერგულეშვილი ფორმულას. მე კი არ შევედი, უბრალოდ ისინი გათავისუფლდნენ და იმათ აწყობთ ჩემი შესვლა. შეიძლება კი ახაც არ ვეხატები. უბრალოდ რეიტინგს წერ. და შენ თუ ორიენტირებული ხარ უკვე არა იმაზე რომ პატრონს ასიამოვნო, არამედ იმაზე რომ ბევრ მაყურებელმა გნახოს და დღეს ეს არის მათთვის გამოსვლა, მე ავტომატურად გადადიხარ უკვე როცა ბაზარი არეგულირებს. ადვილად სამართლიანი ხდები შენ. იმიტომ რომ ხალხის მოთხოვნას პასუხობ და ხვდები რომ ეს კარგად გაგეყიდება. როცა ახლა კეცკეცუშთან არ გაგეყიდება კარგად. ამას გეუნებიან რომ არა შენი ლანძღები და ასე შემდეგ და ხა. ეს ყოფილი მე ხო ნანახი მაქვს. ანუ სხვა მხრიდან მაქვს ნანახი, ანატომია ვიცი და ამიტომ ძალიან მშვიდად უყურებდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ისიც ვიცოდი რომ მდგრადი არ იქნებოდა, შეუძლებელია რომ ის მდგრადი ყოფილიყო, ანუ ადრე თუ დაგანგრევთ მეთქი რომ უყიროდი, მე როგორ უნდა დამენგრია. უბრალოდ ვიცოდი რომ დაინგრეოდნენ. რახან მედია ვახსენეთ, თუ ნახეთ რუბიოს განცხადება იმედზე როგორ განიოს. აუ ძალიან კაი. რაღაცნაირი კლასიკა, რომელიც უნდა აჩვენო ჟურნალისტებს, რომ ესე არასოდეს ნიუსი არის. საოცრება ქნეს უბრალოდ იმედმა ცალკე და ცალკე ამ რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ძალიან გამოჩნდა რომ ძალიან ჯერ დუმილი იყო. ჩვენ ყვებოდით მაგას, რომ რუბიოს განცხადება რომ ნახეთ ეს პასუხი, აი უცებ წარმოვიდგინეთ. ნიუსრუმი როგორ იყო დუმარე და რაღაც ზარს ელოდებოდნენ რომ ეთქვათ რომ ესე უნდა თქვათ აი წარმოგიდგენია რა ხდება იქ იმიტომ რომ ნამყოფი ხარ ასე წარმომიდგენია ბევრი რამე ზუსტად იმიტომ რომ ძალაუფლებასთან ახლოს ნამყოფი ვარ და ვიცი სიტყვაზე აი მაგიტომ ეცინება უცებ რომ ხედავ ადამიანებს რომ უფრო იმყარებს ძალაუფლებას როცა კობახიძეს მიცა და აი ახლა უფრო ნამდვილად განყარდა და მონოლითური გახდა ეგ არის რა ხდება აი ეგ მთავარი თემა მე რაზეც მინდოდა რომ ველაპარაკა ბევრი აუ რუბიოზე მე არის რუბიოზე ველაპარაკოთ მაგრამ ანუ ძირითადად მინდა ველაპარაკოთ ანუ დიაგნოზი დავსვათ თქვენეული დიაგნოზი დავსვათ რა ხდება ახლა ქართულ ოცნებაში რამდენად ხო არის ეგეთი რაღაცა ცდელობა რომ ვითომ მონოლითი და ყველა უი არის ძალიან ცუდად არიან ხალხი ხო ანუ ძალიან ცუდად არის რატომ და როგორ არიან თქვენი აზრით ძალიან ცუდად არიან ჯერ რუბიოზე ვილაპარაკოთ რადგან ეს სიმპტომი გამოჩნდა რომ როგორ რეაგირებენ ამაზე ცხადია რეალურად ანუ რუბიოს განცხადება რას ნიშნავს ამას ვიტყვი ანუ თვითონ კითხვა არის რომ ჩვენ ვიხილავთ
ანუ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის გვაწყობს თუ არა მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან ნაწილს ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს. აქ არის საკვანძო ორი სიტყვა. მსოფლიოს მნიშვნელოვანი, ანუ მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს და რეჟიმი არის ანტიამერიკული. შესაძლოა აღმოჩნდეს, ანუ თეორიულად, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში კიდიათ ამერიკული მთავრობა და გადაიფიქრონ, რომ ეს არის საერთოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს ვითარება ეს არის, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, აქ არის ანტიამერიკული მთავრობა, ანუ ეს დადასტურებულად იქ ადგილზე რომ რა გავაკეთეთ. რა ფასი დაუჯინოთ ეს ყველაფერი? მოდი, რა ფასი დაუჯინოთ ეს ყველაფერი? ხა ტრამპის ბუნების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა მთავრობისგან, რომელსაც ეს ტრამპი არის ტრიუმფატორი ბუნებით. მას უნდა სულ ტრიუმფით დასრულდეს ყველაფერი. და ანუ თავისთავად ეს შეფასება და ესე ფრეიმინგი ესეთი ჩარჩოში ჩასმა არის დამღუპველი ოცნებისთვის. იმიტომ რომ ტრამპს აუცილებლად ტრიუმფატორობა მოუნდება. და ამისგან არიან ისტერიკაში და ამიტომ გამოლაგდა ყველა და ხსნიან, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში, როდესაც არსებობს სოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი, ასე ხედავ და არსებობს იქ ანტიამერიკული რეჟიმი, ერთადერთი გზა რომ ტრიუმფს მიაღწიო არის, რომ ეს ანტიამერიკული რეჟიმი გაქრეს. ამიტომ ვიძახ ხალხო, რა თვითმმართველობის არჩევნების ჩვენ თუ ახლა ნებისყოფა მოვიკრიფეთ და მივაწექით. ის კი არა რომ რეჟიმს შევცვლით, რეჟიმის შეცვლა რაღაცისთვის გინდა, ხო? ვარსკვლავები, გეოპოლიტიკური ვარსკვლავები გავხვდებით. წარმოიდგინე ამ მის დროს, ამ გაწამატის დროს საქართველოში რომ რუსეთი მარცხდება. ანუ ეგ ულამაზესი სცენარი, ანუ ეს ნიშნავს რომ შენ ხდები darling ყველასი რა, ანუ რომ ეს ქართველი ხალხი ხდება, ანუ და სათაფლობის თვე გეწყება დასავლეთთან. და ამ თაფლობის თვეში მე უკვე უნდა მოასწრო ძალიან ბევრი რამე ის რაც შენი ეროვნული ინტერესებისთვის გჭირდება. ეს უნდა გაიგონ ამ ადამიანებმა, მათ შორის ქართული ოცნების მხარეს მყოფებმა და არ უნდა შეეშინდეთ ცვლილების, ანუ უნდა ნათლად დაინახონ და რაღაც მომენტ გვენდონ. გარემოებებს ენდონ და იმას ენდონ, რომ ის უბრალოდ აღარ არის მდგრადი. აი ხო სტატუს კოს ებღაუჭებიან. ანუ აი რაღაცნაირი არის სტატუს კო, ხო? და ეს სტატუს კო კონკრეტული გზის შედეგად მოვიდა, რომელსაც ამათ გადაუხვიეს და როგორც ველოსიპედს გაჩერებულს ვერ ანუ ეს იმ სტატუს კოს შენარჩუნებადი არ არის, რასაც ისინი უფრთხილდებიან. და ამიტომ ეს ცხადად გამოჩნდა, რომ დასავლეთის თემა მათთვის არის მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე ლოგიკურად რომ მათ ამომრჩეველს ვინც ხმამისცა ცხადია აღელვებს ეს ყველაფერი, ხო? და ყველა ჯერზე ცხადია რომ ეს რამდენიც მცდელობა ქონდათ და რაღაც თარიღებს გამოეკიდნენ, ეს ყველაფერი ჩავარდა, ხო? ჩაუფლავდეთ კი. ჩავარდა. აი ეხლა მაინტერესებს რა. ეს ძალიან ცხადია. მე რომ მკითხვა, აი ზაფხულში რო იყო რომ ახლა ევროპაში მოდიან მემარჯვენეები და არიქა და ჩვენები და მერცი მიიღეს გერმანიაში. ხო, ანუ ეს ჩავარდა მე ანუ ის ხალხი ვინც მხარს უჭერდა მაინც ფიქრობდა რომ აი ტრამპთან დალაგება და ესაც ჩავარდა ამას ეჭიდებიან აი ეხა რა მდგომარეობაშია ის ხალხი ვინც დასავლური ინტეგრაციის მომხრეა მოდი ამაზე ეს ხალხი არის 2/3 ოცნების ამომრჩევლის ეს ჩანს კვლევებში ჩანს და არის ჩამოშლის პირას ანუ საკმარისია შემდეგი ანუ ეხლა აი გეტყვი როგორ ხედავ ახლოს მიკროფონი გეტყვი როგორ ხედავ ცვლილებას შემდეგი ნიაღვარი რო დგება ქუჩაში და აუცილებლად ახლა მომავალში ეს მოხდება. რა გამოიწვევს ამას, როგორ მოხდება, არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ მოხდება, იმიტომ რომ ეგეთი ჰაერია უბრალოდ და ამას ხედავ, ხო, როგორ იმაშება, რა ქვია, როგორ ერიდება ესკალაციას რეჟიმი. ლეგიტიმაციის პრობლემაა, ხალხო. 20 ადამიანი რო იძახის, რომ 20 ადამიანი გეტავს რუსთაველს და 20 ადამიანი. 20 ადამიანი რუსთაველის დაკეტვა უკანონობაა. კი ბატონო, რა აკეტინებს ამაზე ბევრჯერ. ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, იმიტომ კაკეტინებს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, იმიტომ რომ იცის, რომ ნებისმიერმა ესკალაციამ შეიძლება იმდენი ხალხი დააგროვოს ქუჩაში, რომ როგორც მე ვიცი, რომ ვერ გაუძლებს, ისა ეგ ვერ გაუძლებს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ ვაჩქარებთ სალომე ზურაბიშვილის პროცესს, რომ რაღაც შედარებით გაჩქარებაში რას გულისხმობ, რომ მაქსიმალურად ბევრი მოვასწროთ და მოვასწროთ სწორი კომუნიკაცია, მოვასწროთ თქვათ იმ გზავნილების მიტანა ადამიანებამდე, რა გზავნილებიც გვაქვს მათ სასიკეთოდ, ხო, რომ ეს პლატფორმა არის მრავალპარტიული კოალიციის მოდელი, რომ განსხვავებულ პარტიებს არ ზაზელობას ვაპირებთ ერთმანეთში, არ შეერთებას და არაფერი არ მოხდება, რაც მე მაგას შემაცვლევინებს. ფედერალისტები გავალთ დამოუკიდებლად ყველანაირად არჩევნებში და ამისთვის ჩვენ მზად ვიქნებით. უბრალოდ დამოუკიდებლად რომ მსგავიდი ამათთან ხო უნდა ვითანამშრომლო. ანუ მე ხო ვერ დავაკომპლექტებ თავრობას და წინასწარ რატო არ შეიძლება შევთანხმდე რაღაცეებზე,
რათიც მე ხალხს კარგი მოდელია მინიმუმ რაღაცა. არა და იმისი ჩვენებაც რომ ეხა ხო დაბნეული კოალიციური მთავრობის გამოცდილება ხო არ არის. იმიტომ რომ ყველა წინა კოალიცია ქართული ოცნება კოალიცია არ ყოფილა, ბიძინაც ყვეთ და ყველაფერს იქ ერთმანეთს ხო არ აბალანსებდნენ ისინი. არც ნაციონალური მოძრაობა ყოფილა კოალიცია, იმიტომ რომ ჟვანია გადაყლაპა ჩაულებრივად, ხო? ანუ ნაციონალურ მოძრაობამ და მიშა გახდა და ეხა ვერ ხდება ვერავინ, მიშა ვერავინ გახდება, იმიტომ რომ არავის არ აქვს ეგ ავტორიტეტი, სალომეს აქვს ეს მანდატი, მაგრამ არც მისი სურვილია მიშად ქცევა და არც აქვს იმის უნარი, რომ ეხა ეს რაღაცა ასეთი მადიქცეს სივრცის შექმნა კარგად შეუძლია, დასავლეთში შეუძლია, რომ ერთი გზავნილით ილაპარაკოს მისი ნეტვორკის გამოყენებით და ამას მართლა შამბეჭდავად ასრულებს, ეხა მე არა ვარ სალომე ზურაბიშვილის ხო იცით, ანუ ყველა ხო, ეს სახეზეა, ამას დიდი მსჯელობა არ ჭირდება, ხედავ კადრს, მიდის ელაპარაკება და იმას ამბობს, რაც რაღაცა თითქოს ჩვენ დავაბარეთ. და სწორად პოზიციონირების შედეგია. ეს არ არის მარტო რომ პრეზიდენტი იყო, ხო პრეზიდენტი მარგველაშვილიც იყო. კი ბატონო. მაგრამ ვერ შეძლო, ხო, ეს ვერაფერი ვერ შეძლო და ამან შეძლო და ჩვენ თუ შევძელით და აი დავანახეთ, რომ აი ბევრი პარტია ვართ და რომელსაც გინდა ამოარჩევ, უბრალოდ ჩვენ ამ პარტიებს ერთად მუშაობა შეგვიძლია და უკეთესი მომავალი გელოდება ყველა ვარიანტში, ხო? ანუ ერთი ის აღმაფრენა რაც აი ამ გეოპოლიტიკურ გამარჯვებას მოყვება, ეს ხო თავისთავად და მერე რომ ჩვენ აი შეთანხმებულები ვართ, მაგალითად ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში გავალ, პირველ 100 დღეში რას გავაკეთებ. სასამართლოში ეს მოხდება, ვინც დაგითხოვეს აღდგებით, ვინც ჯარიმები ჩამოიჭრება, სუსის დეკონცენტრაცია მოხდება, ყველა რუსული კანონი, რუსული ყაიდის კანონი, ყველაფერი ანუ თავისუფალს თქვა შეძლებს სამოქალაქო და ეს საზოგადოება და ეს ყველაფერი ხალხმა რო იცის და ამაზე შენ თუ ბევრს ელაპარაკები. ან მგონია რომ ეგ ბოლომდე არ არის, ანუ ძალიან გაჯერებული არის ეს მესიჯი, რომ ეგენი ერთმანეთს დაჭამენ, მანდე დანაფერი არ გამოვა, აი ეგ არის ძალიან დიდი დაბრკოლება. იმიტომ რომ ანუ აქ რატო ვზივარ? აქაც ხო იგივე ხალხი ზის, სადაც სხვაგან არ ვჯდებოდი ცოცხალი თავით. აქ რატო ვზივარ? იმიტომ რომ თამაშის წესებია სხვა, აქ არავინ არაფერს არ მაძალებს. სადმე სხვაგან ვჯდებოდი, ან ერთიანი, ან მიშაზე ეს რატო თქვი, იმაზე ის რატო თქვი, ამაზე ეს რატო თქვი და კაცო მე ჩემ პოლიტიკური გზა მაქვს, ხო? და რაღაცაში შეიძლება გადაიკვეთო შენთან, მაგრამ ყველაფერში ვერ გადაიკვეთება. და ან მიიღე რომ ყველაფერში არ იკვეთება, ან თავი გამონებე წადე აქედან რა, ეგ გზა არსად არ მიგიყვანს და სალომე მე შეცვალა, ეს გაარღვია ეს მოჯადოებული წრე და თან ხო ეს იყო რომ რაღაც არაერისტულ ამოცანებს ისახავდნენ და მე წუწუნებდნენ იმაზე რომ არ გამოვიდა ეს გზა და ბიჭო სწორადაც რომ მიგაჩნდნენ გაუთავებლად რომ მაგაზე ყვირი რომ აი ერთიანისი არ გამოგივიდა ამორჩეველი ხო დემორალიზდება მაგ დროს მე ნანახი მყავს ეს ხალხი რომელიც რაღაც წნორში ნანა ბაგალიშვილმა გაგვიკეთა შეხვედრა და მე არც ვიცოდი რომ სხვა პარტიები დამხვდებოდნენ ჩავედი ჩემით და იქ დამხდნენ სხვა პარტიები და რაღაცნაირად ეგეთ შეხვედრა გამოგვივიდა და იქ უყურე ასაკოვან ხალხს ახალგაზრდებს არ ქონდათ ეგ განცდა მაგრამ ასაკოვანი ხალხი იყვნენ ტრაგიკულები რომ უკვე დავმარცხდით იმიტომ რომ ოპოზიციის ერთიანობა არ გამოვიდა და ძალიან მნიშვნელოვანია რა განწყობით შედიხარ მოლ წინასწარი მოლოდინები ანუ რა სისულელე ანუ მე არ შენ არ დაკპირები ვარ წინა ერთიან სიას შენ პირდებოდი ამორჩეველს რომელიც შენ გისმენს ხო და მე ეს არ გამოვიდა და მე ის არის ფრუსტრირებული და გალვანიზებული არ არის რომ არჩევნებში შემოვიდეს ან გარშემოყოფები და არწმუნოს და ეს ქნას ხო და ეს ხო დესტრუქციული და აქედან გავიდა სალომე ზურაბიშვილი და ამიტომ არის მისაღები ჩვენთვის. და რატომ არ არის მისაღები სხვისთვის, აი და მანდრა ხდება, ამაზე მინდოდა და აუცილებლად მეკითხა. ნაცებისთვის? ნაცები ხო ზომბივით აგრძელებენ იმას, რაც დაიწყო 2000 პრინციპში 13 წელს, რაც მიშა აქედან წავიდა. ანუ რომ რეალურად მიშას გაუჩნდა ის, რომ თუ მას თქვათ, ანუ ან ის უნდა იყოს, ან არავინ არ უნდა იყოს. და ეს არის ძალიან მკაფიო რა, ანუ არ ცნობს ძალაუფლების გაყოფის საერთოდ ფენომენს, რომ ძალაუფლება უნდა გაინაწილოს და საარჩევნო არითმეტიკას არ ცნობს, ანუ თვითონ მოდის ასე ჯერა. ამიტომ იბრძოლა იმისთვის, რომ სულ ყოფილიყო მეორე, იმის იმედით, რომ ბიზნეს გამძინარი ჩამოატარებდა და თვითონ იქნებოდა ვინც დახვდება და მეორეობისთვის იბრძოლა, არავის არ ახარებდა ველზე და ამას აგრძელებს. უბრალოდ უნარი აღარ აქვს, ანუ უბრალოდ აი ზომბი რო სიცოცხლის წუთებში ხელფასი იქნებს ხო თვითონ ღმერთმა დაიფაროს დიდხანს სიცოცხლეს და ამ შემდეგ ანუ მამას კი არ გულისხმობ დაახლოებით ეგეთ მდგომარეობაშია და ამიტომ უქნებენ წიხლებს სალომეს პროცესს ერთადერთი მიზეზი ეგ არის რაც შეეხება ანუ მან დრამე პერსპექტივას ხედავ რომ თქვათ შეიძლება მან დრამე შეიცვალოს ეგ ნიშნავს მისას დასრულებას ეგენი თუ შემოვიდნენ იმიტომ რომ აქ რაღაც თამაშის წესებია იმ თამაშის წესებში მიშამ იქამდე მიიყვანა თავისთავი ახლა თუ ამ თამაშის წესებით თამაში უნდა და მაშინ ბოკერიას ასერჩოდა იგივე თავისუფლ ბოკერიაც და მაშინ საერთოდ გამოვიდა რომ მთელი 2016 წლიდან მოყოლებული საერთოდ ყველა უკეთებია ყველაფერი ეს თამაშის წესები მიიღო იმიტომ რომ ბოკერიაც მაგას ეუბნებოდა 2016 წელს რომ
უპირობო ლიდერები არ არსებობენ, შენ შესახებ ვერ იქნება ეს ყველაფერი, თამაშის წესების შესახებ და ხალხის შესახებ უნდა იყოს და გვჭირდება ის თემები, რომელიც ხალხს იმაშობა და ყველგან, შენ გაქვს ლიმიტირებული მხარდაჭერა, მაგალითად, რა ვიცი მე, 20% ან 25% გიჭერს მხარს, მაგრამ თუ ბიზნესთვის მოგება გვინდა, გვჭირდება რომ სხვანაირად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს მივიღოთ, მაგრამ არა, არჩევნებს აზრი არ აქვს, რაღაცა, რევოლუცია ის, მაგრამ რევოლუციას კიდე მეტი ხალხი ჭირდება შენ მხარეს. ხო და არაოცი. ხო, კიდე მეტი ხალხი ჭირდება. მაშინ გადატრიალებასაც ყოფ, რა ვიცი, მოაწყო, ვერ მოაწყო. არ წამოყვება ხალხი მაგაში. აი, ნაციონალური მოძრაობასთან დამოკიდებულება გითხოვს. ამან წიღლებს ახლა მე არ გამორიცხავ რომ თიკა ბოკუჩავა გამოეყოს როცა დაინახავს რომ საერთოდ არაფერი იქიდან არ გამოდის და რაღაც შექმნან. კარგი კიდე სალმეს პროცესში ის არის რომ თუ თამაში წესებს მიიღებ, ყველასთვის ღიაა და არ აქცევს ყურადღებას თვითონ მოწონს, არ მოწონს, ისა, ასე არ ხედავს პროცესს. შემოდით ყველანი, ვინც აი იმ წესებს მიიღებთ, რასაც გთავაზობთ, რომ შეთანხმების პატივი უნდაცეთ, ახალი არჩევნებია თემა და პატიმრების გათავისუფლება და აი ამ სამუშაო ჯგუფებში ინვესტიციები გექნება. თამარ, ბოლოს მინდა რომ პროტესტზე და 26 მაისზე ცოტა შევეხოთ, მაგრამ მანამდე ძალიან დიდი ბოდიში მინდა ვისაუბროთ ამერიკაში რა განწყობებია ამაზე და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის საკითხზე რა. ჩვენ პირად ემოციას გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან რეაგირებთ ყველაფერზე, ხო? ერთეულებზე რომ არ ვილაპარაკოთ, თუნდაც რუბიოს განცხადება და მე ეს უცებ როგორ გავარდა სოციალურ ქსელში, ხო, ეს ხო ცხადა დაჩვენებს, რომ საზოგადოება ძალიან მაგრად ელოდება ყველა გზავნილს, ყველას რაღაც ერთ განცხადებას და რაღაც მომენტში ქართული ოცნება ცდილობს, რომ დაბნეულობა მან შემოიტანოს, რომ აი ვალაგებთ რაღაცა, ამაზე ვილაპარაკეთ, ხო? რას ელოდებით შემდგომ ეტაპზე, აი თუნდაც უახლოეს მომავალში, რა სიგნალებს, თქვათ, რა ტიპის მხარდაჭერას და თუნდაც იმ გამოცდილებით, რაც კონტაქტი გქონდათ უკვე, თქვენ ვიყავით შტატებში მაგალითად, კი ბატონო, აი ეგ კომუნიკაცია რაც ახლა გაქვთ და რაც ჩანს მოგვიყევით რა, რამდენად ძლავრია, ან თუ გინდა ასე კითხავ, რამდენად არის რისკი იმის, რომ ვიღაცამ რაღაცა ლეგიტიმაცია მისცეს. მოდი ესე დავიწყოთ თავიდან დავიწყებ რა. პირველი ის რომ როგორი წნეხით არ უნდა გააკეთოს დასავლეთმა, ცვლილება უნდა მოხდეს აქ, თორე ეგრე შენ გაქვს ირანი, ბელარუსი და უამრავი სანქცირებული ის. სადაც თუ საზოგადოება გატყდა და საზოგადოება გატეხილია, ცვლილება არ ხდება უბრალოდ. მათ სეგმენტში ვამბობ თავის წილს ინტერესს იცავს და სანქცირებული ყავს ის ქვეყანა, რომელიც ის ანტიამერიკული მთავრობაა და სულ საფეხზე კიდია ახლა იქ რაღაცა ხალხი და რა. ამაში აღარ შედის რა. ეხა საქართველოს პრობლემა იმიტომ, რომ საქართველოს მიჩნეულია სტრატეგიულ პარტნიორად, ქართული ხალხი მიჩნეულია პროამერიკელ, პროევროპელ ერად და აქედან გამომდინარე არის ესეთი ყურადღება, თორე ხა თუ შეგთვალეს რომ ხარ ჩვეულებრივი რაღაცა შუა აზიის ქვეყანა მთელი სრული პატივისცემით მათ მიმართ, მაგრამ მან ხარ დემოკრატიის სტანდარტებით და იმით საერთოდ ეყოლებათ და ყველაფერი ეყოლებათ აქ და დიპლომატიური ურთიერთობა ექნებათ. ოღონდ ეს არ იქნება ის, რაც ქართულ ხალხს უნდა. და აი მაშინ ეს უნდა იყოს, ეს ცვლილება უნდა მოხდეს აქ, თორე ისინი ადაპტირდებიან რაღაც დროის მერე, თუ ჩაგთვალეს რომ შენ არ ახარ. მე გულისხმობ პროტესტის გაგრძელების პირობებში. ხო, ეხლა რაც შეეხება თვითონ იმას, რა ქვია, მზაობას, რაღაცა განწყობებს, აი ეს გვაინტერესებს. რაც შეეხება იმას, საკმარისია აქ დაიძრას ცვლილებები. რომ უზარმაზარი მისწამოვა. შენ იმას ჭირდება კიდე გაიგოს ვის ეხმარება. ეხლა თავის ინტერესებს იცავს, ეს კაცი რუსეთზე იმუშავა, მუშაობს, რუსეთის ინტერესებისთვის მოქმედებს, ამიტომ ამას დავასანქცირებ ხაზინით. მაგრამ თან ფიქრობს, რომ იცი რა არის, თუ ძალიან ძლიერ სანქციებს დავადებ, იმის გამო, რომ ეკონომიკაში ძალიან შეზრდილია, ეკონომიკას გამანადგურებს საქართველოს ეს და ქართული ხალხი ამას არ იმსახურებს. და ამიტომ მოდი უფრო მსუბუქ სანქციებს დავადებ, რომ თვითონ იცოდეს, რომ ჩემგან სანქცირებულია და შუბლზე წითელი ისადებს და შანსი არ აქვს, მაგრამ აი ქართულ ხალხს მიცემ შესაძლებლობას, რომ კი არ გაუგუდავ იმეთი, რა ქვია, ეკონომიკას კი არ გაუგუდავ, მიცემ შესაძლებლობას, რომ გამოსვლას. ევროპაში იგივე მოხდება, რუსებს არ აქვს თუ ვიზო. რუსებს არ აქვს თუ ვიზო მიმოსვლა. და წარმოუდგენელია საქართველოს, მოქალაქე, წარმოუდგენელია საქართველოს, აი შევინარჩუნოთ. ვერ შევინარჩუნებთ, ჩვენ როგორც უნდა ვიყვიროთ აქ კახარიას პარტია რო ყვირის რო ქართველი ხალხი არ უნდა. რაც უნდა ვიყო, ჯერ ძალიან ინფანტილურად ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ
ქართულ ხალხს საბოლოო ჯამში რეჟიმი განასახიერებს. გინ დაყალბებდეს არჩევნებს, გინ ისე, მე შენ თუ ეგუები ამ ყველაფერს და ხელებს ყრი და ზიხარ, მაშინ ეს არის შენი რეჟიმი და თუ რუსული რეჟიმია და ევროპა დიპ სტეიტია და ომს აწყებინებდა საქართველოს და შენ დემოკრატიულ სტანდარტს პატივს არცემ და ველური ხარ, მაშინ რა ჩემთან უვიზოგინა გაწვდი აქედან და ყველა შემთხვევაში ეს მოხდება. ანუ ესა უნდა შევხედოთ ჩვენ დასავლეთს, რომ დასავლეთ საბოლოო ჯამში თავისი ინტერესებით მოქმედებს და მის ინტერესებში შედის დემოკრატიის ინტერესების დაცვა ყველა ქვეყანაში, სადაც ამის შანსია. მაგრამ თუ დაინახა, რომ აქ ეს მოკვდა და აქ ეს აღარავის არ აინტერესებს და ქართული ხალხი ეგუება იმ ყველაფერს და რავი აგერ თვითმმართველობის არჩევნებში შედის, ნორმალიზება დაიწყება. მაგალითად, ჩვენ თუ ზაფხულში ვერ მივახციეთ რაღაც ისეთ თქვათ გარღვევას, პოლიტიკური პარტიები რაღაცნაირად შეჩანჩავდნენ თვითმმართველობის არჩევნებში და ეგ მოუწიათ, ხო? მაშინ ნორმალიზაცია დაიწყება დასავლეთის. ანუ ის კი არ მოხდება, იმათ კი არ ჩათვლიან, რომ მოდი საქართველოს ისევ არის რაღაც. ნუ ახლა მიიღებენ ამბავს, რომ ასეა და აი რაღაცნაირი კვაზი რაღაცა ხარ და თვითმმართველობის არჩევნებში შეხვედი, ახლა ოპოზიციაც ამას შეეგუა და ნორმალიზაცია მოხდება. ამიტომ ჩვენთვის ამას მნიშვნელობა აქვს, რომ თქვათ ის მოხდეს, რა ქვია, გალმანიზაცია გავაკეთოთ ხალხის და დავარწმუნოთ ხალხი ნებისყოფის მოკრეფაში, რომ ნიაღვარი დადგეს ქუჩაში. ნიაღვარი გჭირდება, ბევრი ხალხი გჭირდება ქუჩაში. ჩვენ ვერ გავაკეთებთ ამას. მე რამდენიც ამბობ ვიჩხავდურო ახლა ბევრი ხალხო გამოდი ქუჩაში, ეგ ვერ მოხდება. ხელოვნურად ისიც არ მიყვარს რა. ეხა რაღაცა ძალიან მაღიზიანებს ეს ხელშეწირვის განწყობა რო აქვს, რომ ვაშაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და იმას დაასდევენ, რომ რატო ანუ ეხა არა ანუ საკმარისი პატიმრები ყავს მე მგონი თან იმის ვაშაძის დამცველი რო არა ვარ, ხო იცით, მაგრამ ვიღაცის ის რომ რაც ცოტა ქაშვეთთან ცხარი დაკლამბარემ და მასე ხო ხვდები აი ამას მაგონებს რომ გონიათ რომ გასაგებია როგორ არა ეხა ზურას დაჭერა განცხადებებსაც გამოიწვევს ყველაფერს მაგრამ 50 კაცის ციხეში 50 იჯდება 50 გადალახული აქვს 13 წელია პოლიტიკოსებს იჭერს ბიძინა და ამიტომ ეს რაღაცა ხელშეწირვის რიტუალებს თუ რაღაც მოთხოვნებს რომ აი ეხა 5 პოლიტიკოსს თუ დაიჭერს ბიძინა დაემხოფა ეგრე არ მოხდება ეგრე არ მოხდება და ამას უნდა გავიშვათ რა მოხდება ზუსტად იმ მუშაობით რომ იმ 2/3 ქართული ოცნების და სტატუს-კვოს ლოიალისტის რომელსაც თვალი დასავლეთისკენ უჭირავს და არც კი უშვებს იმას რომ ქართველი აი რა ქონდათ პასუხი ქეთი გომელაურმა და ჩქათინა სტამბოლიშვმა გააკეთეს კარგი თვისებრივი კვლევა ქცევითი ოცნების მხარდამჭერების ფოკუს ჯგუფები გააკეთეს სხვა სეგმენტი საჯარო მოხელე ოცნების მხარდამჭერი და ის და ოღონდ პროევროპელი რა საერთოდ არც უშვებენ იმას რომ შეიძლება ევროპისკენ არ წავიდეს ქვეყანა ოღონდ რას გეუბნებიან იცი ქართული ხალხი არ დაუშვებს ანუ რაღაც მომენტში იმას უშვებს იმას რომ გამოვა და ქართული ხალხი ამას არ დაუშვებს უბრალოდ ეს არ გონია რომ ეს ხდება ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და თან როგორ არის ვიღაცა შეიძლება გონია მაგრამ ალიბით გეუბნება რაღაცებს რა ანუ ტრანზაქციულია კალკულაცია უნდა შეუცვალოთ რა მოკლედ უნდა უღირდეს იმის მიტოვება და ცვლილებებზე წასვლა და აი ეს არის ჩვენი ამოცანა. ხშირად გეუბნებიან რომ გეგმარა არის გეგმა. არაფერი 80% უნდა მოუნდეს რეჟიმის ცვლილება. 70-დან 80% მეტი სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს. სხვა რა გზა გაქვს? ანუ ძალიან ბევრი ხალხი გჭირდება, რომელიც რეჟიმს არ მიიღებს. 60% რო ყოფნიდეს. მაშინ იქნებოდა დემოკრატია. ხვდები? კი. ანუ არ ყოფნის ამ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუტი სასამართლო არ არსებობს, სადაც კონტროლი, სადაც დასავლეთიც ვეღარ ასრულებს შემაკავებელ როლს, ხო? სააკაშვილისთვის დასავლეთ შემაკავებელ როლს თამაშობდა შევარდნაძისთვისაც მაინც. ეს ყველაზე იქ არის, ანუ ყველაზე მეტად ბულერობს. დასავლეთის მხრიდანაც ანუ ის აქ ბულერია ბუნებით. აი ცოტა რომ შეხედო აი ბავშვობაში ვიზდებოდი ხოლმე ვაკვირდებოდი ამ power ძალაუფლების მას ბრძოლას ქუჩაში. ანუ და ჩემს სკოლაში და ამას ხო უყურებ რა როგორც ხდება და ბიძინა როგორც მოქმედებს მაგას მაგონებს რა აი ამას double downs რო აკეთებს როგორც მოქმედებს ძალიან მაგონებს აი ამ რაღაცა high school bulleris ფსიქიკას. ვისაც ჩემ ბევრს ხედავდი რა სკოლაში იქნება თუ ქუჩაში იქნება თუ სადაც აი ამას და ესე მოქმედებს და ჯერ და თან რას აკეთებს რომ ეს გაზდის იმის გამო რომ სტატუს-კვოა და სტატუს-კვო ანუ თვითონ არის იმის გამო რომ მაინც ფული იმის გამო რომ რაღაცა ცუდი კარტი უჭირავს ხელში მაგრამ კარგად ბლეფობს ანუ მე ყველაზე მეტად რის მარცხის მეშინია რატო იცი რომ აქეთ ამხარემ კაპიტულაცია არ გამოაცხადოს დაგაწვინოს იმან ცუდი კარტით ხო ნუ ეგ აი კაპიტულაცია ხო არ იქნება თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა
ჩემთვის მე მაგალითად ძალიან მეშინია ჩემთვის კი შეიძლება მომიწიოს, ანუ შეიძლება დადგეს ეგ მომენტი, რომ მომიწიოს კაპიტულაცია, ანუ ვაფშე საერთოდ ვერ გამორიცხავ, იმიტომ რომ მარტო მე არა ვარ ამ პროცესის მონაწილე და შეიძლება მოხდეს ისე, რომ რავი ხა ყველამ თუ კაპიტულაცია გამოაცხადა, მეც მომიწიოს გულწრფელად თქმა, ჩემი ამორჩევლის იქნება თუ ვინც მისმენთ იმისთვის თუ რაღაცის, რომ ხალხო დავმარცხდით ამ ეტაპზე და ეხლა თვითმმართველობის გარდა გზა არჩევა. მაგრამ ეს ჩემთვის იქნება კატასტროფა. არ მინდა ეს. ხო, მაგრამ იმას კი არ ვიტყვი რომ ქვეყანა დაიღუპა და ეხლა მე გავრები ვარ მაშინ ქვეყნიდან მეზიზღება ეს რა. რა თვითონ ვალი აქვს ამ ქვეყანას ვინმე. სკოს კი ბატონო წადი, მაგრამ ეხლა მე გავდივარ იმიტომ რომ აქ ისე არ არის საქმე როგორც მე მინდა იყოს, ეგ რას ნიშნავს? სადაც მიდიოდი, იქაც არ იყო ეგრე საქმე და ყველა რო გაქცეულიყო იქიდან. კი არ ჯაჯავ ვინმეს, კი არ განვსჯი. უბრალოდ ეს დამოკიდებულება არ მომწონს რომ თქვენგან არაფერი გამოვა და ეხლა მე წავედი. მოდი რუსეთზე უნდა კითხვა აუცილებლად ჩვენ საუბრობთ ცვლილებაზე, საუბრობთ იმაზე რომ საჭიროა ნიღვარი და საჭიროა რაღაცა ესეთი პროცესი, ხო? როგორ გონია, ანუ რუსეთის მხრიდან აი ეს ბმა ზურგი რამდენად არის ქართული ოცნებისთვის და მან რამდენად არის დაალაგებული, თქვათ, საერთო სურათში რა. ქართული ოცნება კიდევ ერთხელ მე არ მიყვარს, ეხლა ფარცხალადიდან გამომდინარე და ამერიკის სანქციებიდან და ხაზინის სანქციებიდან რაც იქ წერია, გამომდინარე, ეხლა უკვე ვიცი რომ პირდაპირ ხაზზე არიან რუსებთან, მაგრამ არ მჭირდება. თან არის სიგნალები რომ თანდათან ცდილობენ ამ აზრის ჩამოყალიბებას, რომ საჭიროა დიალოგის დაწყება, მოვისმინეთ ესეთი განცხადებები, რაღაცა მცდელობები. ეს ხო მაგ ტალღით ხარ მოვიდნენ რუსეთთან დალაგების ტალღით და იმით ეხა ჩანს ეს ყველაფერი უკრაინის ომის ფონზე ყველაფერი გაშავთეთრებულია, თორე თავიდან ამ პროდასალურმა ხალხმა ხმა რატომ იცა ოცნებას? იმიტომ რომ ოცნებაც იმას ლაპარაკობდა, რასაც მერკელი. კი ბატონო. ანუ არაფრთან განსხვავდებოდა და სანამ უკრაინის ომი არ მოხდა, არ გაშავთეთრდა ვითარება. 2014 ომიც კი არ იყო, ყირიმის ოკუპაცია არ იყო ამას. ეხა 22-ის ომი დაჭირდა, რომ გაშავთეთრდა. აი სალომე ზურაბიშვილიც მაშინ მოიქცა. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი ხო ევროპელი ესე ბრწყალებში ხოცების ჭკუაზე იყო. კი ბატონო. ანუ ის არ იყო რაღაცა რუსების ჭკუაზე კი არ ყოფილა. ევროპაში რო ხოცები იყო, აი იტალიანი ისა ეს, ანუ აი ამათ ჭკუაზე იყო, მაგრამ როცა გაშავთეთრდა და ისინი ანტირუსები აღმოჩნდნენ და უცებ ამან გამოიხედა და ბიზნესს სხვა მხარეს დაინახა. ადგა და სწორი პოზიცია დაიკავა მე უკვე ხო? ანუ აი ეს მოხდა რა და რეალურად აქ რეჟიმი არის რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღი. ინსტრუმენტია რეალურად. რუსეთს აქ ინფილტრაცია არ ჭირდება, იმიტომ რომ ესენი ყველაფერს აკეთებენ აქ რაც რუსეთს ჭირდება. აი კითხვას რო სვამდნენ ხოლმე რომ რა გაგვიკეთე, აი მოვიდეს ვინმე და დაასახელოს რა გავაკეთეთ რუსეთისთვის. აი ამაზე ძალიან მეცინებოდა ხოლმე, ანუ აუცილებელი ხო არა რაღაც მიყიდო. არა, ეგეც გააკეთე. ხო, ანუ ეგეც გააკეთე. ეხა ჩვენი ხო არ არის რომ წახვიდე და ეხა ეკონომიკური ზრდა ატარო იარაღი პირობითად ხო არ არის მარტო ეს რა. ომის ტროფი მიიღეს, ეხა ეკონომიკური ზრდა ხო ქონდათ ამათ, ან ჩვენ ქონდა ეკონომიკური ზრდა, კარგად ეს მთლიანად არის რუსეთის ბაზრით ხო და ომის ჯილდო, ომის ალაფია რა, რაც მიიღეს უკრაინაში ომით, იხეირეს ეკონომიკურად, თან უკრაინელებს მომწყავენ, თან ომით. ანუ ჩვენც მივიღეთ აქედან, ხო? იმიტომ რომ შემოვიდა ეს რუსული ფულის, მაგრამ რუსეთს აქ ჭირდება ადამიანი, რომელსაც კონტროლი შეუძლია სიტუაციის, ხო? ხო, ანუ აი ეგ ზურგი როდესაც ვახსენე, ვიგულისხმე ეგ რა, ანუ მე რაღაც მომენტებში აფხაზეთის თემის წამოწევის დროს იგივე დახმარება უნდა. ხო, ანუ დავინახე იქიდან ანუ ვერ დავინახე მხარდამჭერი სიგნალები. და ეს მენიშნა ლავროვის განცხადება იყო. ეგეთია ბიჭო, შევარდნაძე 95-ში ჩავედი ბოსტონში, ამერიკაში და მაშინ მახსოვს, ჩემი იაპონელი კურსელი იყო 95-ში ბოსტონ გლოუბი მომიტანა, შევარდნაძე ამ თავის რაღაც მაისურით იჯდა, ისა რა ქვია, დაბომბილი თუ რაღაც. ანუ ეს ყველაფერი როდის მოხდა, იცი? მას მერე რაც იგორ გიორგაძე, ბარდიკო ნადიბაიძე დაუნიშნა, პირდაპირ რუსეთის მითითები დანიშნა ქართული ძალოვნები, მას შემდეგ რაც ანუ დსთ ვაფშე ყველაფერი დაუთმო რუსეთს და მაინც აფეთქებდნენ. იმიტომ რომ ეგეთი რუსეთი. ანუ ბიზინა ივანიშვილს ეხა მაგისიც ეშინია, იმიტომ ქვეყანაზე კონტროლს რა დაკარგავს, პირველად რუსეთი რას უსავს ის არ იცის. ხსოვინა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ქვეყანაზე თუ კონტროლი დაკარგა, რუსეთისთვისაც არ არის მნიშვნელოვანი, ანუ რუსეთი რესურსს აღარ ჩადებს ამაში. რუსეთს აქ ჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის კონტროლი. ბიზინა ამდენად იყო მისთვის საინტერესო პარტნიორი. ხა რუსეთი როგორც ასლანაბაში და ხა აჭარაში ძალაუფლება რო დაკარგა, ანუ როგორ უნდა შეინახოს, ხო, თვითონ ხო ვერაცო, კი, გასაგებია, ეხმარება, ეხაც ეხმარება ყველანაირად და იქიდან რაღაცებს უკეთებს, ხო, მაინც აქებს რაღაცა მისჭუაში, რავი, რაღაცა უვიზო მიმოსვლის რაღაცებზე ხო ლაპარაკობს. მაგ ლოგიკით ყველანაირად ჩიხში არის ოცნება? კი, ესე ჩემი აზრით მანევრი აღარ აქვს. არ აქვს. ოპოზიციის უფრო ხისტი ხო არ შეიძლება გახდეს.
ხო, ანუ ეგ არის რა, აი ანუ თვითგადარჩენის არ ვიცი კამიკაძეობა. აი რა გაუკეთოს, რა განკეთოს. ჯარი გამოიყვანოს იმ 9 მილიარდს უხდის იმ ჯარს. ჯარი არა ის გამოვაგეთ. აი რა უნდა ქნას? აი რა უნდა გააკეთოს? არ დაემორჩილება ჯარი. ამაზე მეც პოლიციაც აღარ გადაწყვეტილების ფონზე, რაც ახლა დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი მყავდა 2 დღის წინ და იქ განწყობებზე ვისაუბრეთ და რისკებზე ვისაუბრეთ, ანუ დაზვერვის სამსახური გადადის სუსის შემადგენლობაში. ოხანაშვილი გაუკეთებს გალვანიზაციას სუსს, რომ იყვნენ ფორმაში ბიზნეს დასაცავად? კობახიძეს, მდინარაძეს, ანუ კობახიძეს და მდინარაძეს ჩამოეკიდა ყველაფერი. მანევრი აღარ აქვს. ჩამონათვალი კიდევ გრძელდებოდა რა, ანუ რა დღეში არიან ჯარისკაცები მაგალითად ამაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომლებიც დასავლური ყაიდით იზრდებოდნენ, მაგ გამოცდილებას მიყვებოდნენ და მაგ პარტნიორობას და ეხლა უცებ ყველაფერი დასრულდა. დაფინანსება არის სამჯერ. დაფინანსება ნაკლებია სომხეთზე ორჯერ თუ არ ვცდები, თუ სამჯერ. 500 მილიონი აქვს. 9 მილიარდი აქვს. სომხეთს აქვს მილიარდი 9. და ეს პარტნიორობა შეწყდა, ანუ მათთვის ხო ეს ძალიან დიდი დრამა არის, საჯარო მოხელეების არ იყოს, რომ ახსენებდით, რომ ის ხალხი მუშაობდა ევროინტეგრაციაზე და ახლა უცებ გამოუცხადეს, რომ არა. დემორალიზაციას იწვევს და რეალურად აი დომინოს ეფექტით ჩამოიშლება. მართლა დომინოს ეფექტით ჩამოიშლებიან, რა წუთშიც ნაპერწკალი გაჩნდება ცვლილების რა და იქამდე უნდა მივიდეთ უბრალოდ. დაინახავთ ყველა ცვლილებები რომ დაიწყება. აი დაწყებულია უკვე ხალხო, ან თვითონ ლილუაშვილი რო წავიდა. ხო, ეგ რანაირი ამბავი იყო, უარი რა და ისე წავიდა თან. ანუ ერთადერთი გზა, ჩემი აზრით, ანუ მაგ ჩიხის შემთხვევაში რჩება, რომ წახვიდე უფრო რაღაცა საშინელ ნაბიჯებზე. როგორ ვინ უნდა გაგიკეთოს? გამოცდილებაც არსებობს, რა ვიცი, ხა ბოლო დროს აი ჩავიზირემ სირიის ამბებს უყურებ გიჟივით. არ არის, ვერ გააკეთებს. არც ლუკაშენკო არ არის, არც სირია არ არის, საქართველოს თავისი გზა აქვს. ვერ შვება ბიჭო იქ რაღაცა მძალადობას აქციებზე მძალადობას რა მაგასაც ვერ ბედას ხო მე ამისიქით აი მძალადობის ნაწილში მაქსიმუმი აქვს ჩემი აზრით გაკეთება არ მგონია რომ ადამიანებმა საქართველოში ქნან ის რაც სხვაგან გაუკეთებიათ ანუ რა ფორმაც არ უნდა ეცვა ანაირი ხალხია ჩვენ მოლდოვისგან განსხვავებით მოლდოვაში რეფერენდუმი რო იყო კი 55 თუ რაღაც ხაზზე გაიარა ხაზზე გაიარა ჩვენთან ეს ხაზზე არასოდეს არ გაივლის არა იმიტომ რომ მე ხანდახან მაგის მეშინია რომ მანდეთ მიდის ევროპული ღირებულებებით ცხოვრობს ჩვენი ხალხი და არა გენეტიკური კოდია ჩვენ ეს ანუ აი რაღაცებს აქვს მნიშვნელობა აი როგორც იზოლაციონისტები იარსებებენ სულ ამერიკაში იმიტომ რომ არსებობს ვაშინგტონის ანდერძი რომელიც დაწერილია თავის დროზე სანამ თვითმფრინავს გამოიგონებდნენ და არ გვინდა ჩვენ მილიტარისტულ ევროპაში აქ ჩვენთვის ვაჭრობა გავავითაროთ და იძახდნენ სხვა შორის ილია ჭავჭავაძეს აქ ძალიან კარგად აღწერილი ეგ და ვაშინგტონის ადრესს ვაშინგტონის ანდერძს ეხმიანება ამერიკის ევროპის მილიტარიზმი და ამერიკის მშვიდობა თუ აი რაღაც ესე ქვია ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ძალიან კარგად აღწერს მაშინ რა სიტუაციაც იყო როგორც იმასაც ისე გვიდებს ჩვენ ევროპისკენ სწრაფვა. ეს არ არის ადღეგრძელო, ანუ დავით მაღახტან გორგასალს რო უწერი ანდერჩი რომ ნუ შეურაცხყოფთ სახსა ჩვენსა და ნუ მიატოვებთ სიყვარულს ბერძენთასა. მაგას ნიშნავს. იგივე აი ეგრისის სახალხო კრების დროსაც რაც მოხდა, აი ნებისმიერ რელიგიური გადაწყვეტილებაც რო სულ ირანის წინააღმდეგ, ანუ იმის ერეკლეს გადაწყვეტილებაც ხო ირანის წინააღმდეგ იყო და რეალურად რუსეთი მაშინ იყო ევროპაში ფანჯარა და მოხდა კიდეც ეგ ხო რუსეთში ვინც მიიღო განათლება, იმან ევროპული განათლება მიიღო რეალურად. ანუ თერგდალეულებმა განათლება იქ მიიღეს, ჩამოვიდნენ და ქართული სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპები შექმნეს, ხო? რეალურად ეს მოხდა. კარგი გადაწყვეტილება, ანუ კარგი ცხოვრებისგან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგას კი არავინ იძახის. მაგრამ მაგიტომ მიიღო, ხო ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივი სწრაფვა გაქვს იქით და მგონია რომ არ ქართველი ხალხი მაგას არ დაუშვებსო იმ კლუბაში რო თქვენ მგონია რომ ქართველი ხალხი მაგას არ ეგ მომენტია ეგ კოდი რაზეც ახლა საუბრობ ხო ქართველი ხალხი მე იმედი მაქვს ამიტომ ვარ პოლიტიკაში აბა რომ არ მქონდეს ხალხის იმედი რატო ვიქნებოდი პოლიტიკაში ხალხს აღვიქვამ სხვანაირად ხედავ კომუნიკაციის მეთოდებსაც სხვანაირად ხედავ და მგონია რომ სხვა პოლიტიკოსებიც დაინახავენ ამას თუ ჩვენ წარმატება გვექნება და მგონია რომ გვექნება ჩვენ წარმატება ხო ნუ იმ დასას ყველას მაგის იმედი მაქვს უბრალოდ მე ხანდახან ცოტა მეშინია ხოლმე აი ამ სცენარს რომ ვუყურებ ამ ტემპს როგორ სწრაფად შეიცვალა ძალიან ბევრი რამე და როგორ დაჩქარებულად ცდილობენ რომ ადამიანებს რაღაცა ღირებულებები ჩაუნაცვლონ აი ეს რეალობის გამრუდება როგორც არა მე გულისხმობ ბოლო პერიოდის სპრინტს რაც სხვა ტემპში მე რაღაც ფაზები იყო ცხადია ანუ პირველი ვადა მეორე ვადა მესამე ვადა და მესამე ვადაში ეგ სიმპტომები დამძიმდა ამას თუ გულისხმობ
მაგრამ ეს ბოლო ერთი წელი და წელიწად ნახევარი რაც ხდება, ეს კიდევ სხვანაირი პრინტია და სულ სხვა თემები ძალიან ღიად შემოვიდა, რასაც მანამდე არავინ არ იტყოდა ხმამაღლა, ხო? ანუ უცხო ძალა რო იყო არ არის დაფარული, რაც არ გაცხადდეს, გვჭირდება ეს სიცხადე, გვჭირდება ეს სიცხადე, ეს სიცხადე. გამომდინარე, ანუ საზოგადოება რამდენად არის მოწყვლადი, ამაზე მეშინია ხოლმე რომ განწყობები რამდენად სწრაფად შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილი ძალისგან არ აკეთებს ამას. ბიძინა ივანიშვილი ძიძულებულია, რო ცხადი გახდეს. იძულებულია, ის იძულებულია, ცდილობს ბუნდოვანების შენარჩუნებას, მაგრამ იძულებულია და მე მჯერა რა მოკლედ, ანუ ჩემთვის ყველაზე მეტად ვნერვიულობ, რომ ჩვენ მხარეს კაპიტულაცია არ გამოცხადდეს დროზე ადრე და თან აი ვცდილობ მაგალითების მოყვანას. ანუ წარმოგიდგენთ ბერლინის კედლიდან, ანუ აი ჩეკპოინტ ჩარლიზე, ბოლო ადამიანი გაიქცა დანგრევამდე 2 თვით ადრე. იმდენად არ იყო მოლოდინი, რომ ის კედელი დაინგრევდა. ანუ გიჟი ხوار ახალ გაიქცა და მოკლეს, დახვრიტეს. ბოლო ადამიანი დახვრიტეს ჩეკპოინტ ჩარლიზე, იმდენად არ იყო განცდა, რომ 2 თვეში კედელი დაინგრევდა. ამ დროს სხვა ქვეყნებიდან მიდიოდნენ საოცარი ისტორიები არ კი. მე მაინც მინდა დასასრულისკენ რომ 26 მაისს შევეხოთ, რას ველოდებით ფედერალისტებისგან, ხო აი ეს. და ისედაც 26 მაისს ბევრისთვის რაღაც შინაარსობრივადაც 26 მაისს ან ჩვენი განწყობა და აქ შემიძლია თავისუფლად პრეზიდენტის სახელითაც ველაპარაკო, მას უნდა მაკონსოლიდირებელი დღე იყოს, არა რეჟიმთან კონსოლიდაციის დღე, არამედ მათ შორის შექმნას ისეთი დღე და შეიქმნას ისეთი დღე, როდესაც სტატუს-კვოს ლოიალისტებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ და დაინახავენ, რომ ჩვენ გაცლებით მეტი გვაერთიანებს და დიდი რაღაც დებს სასწორზე. ამიტომ ძალიან გვინდა რომ ხაზგასმით მშვიდობიანი იყოს და არ შევიდეს არანაირ კონფრონტაციაში საერთოდ იმ ღონისძიებებთან, რაც მათ აქვთ დაგეგმილი და ჩვენი პოზიცია მათ შორის იმ ჯგუფების მიმართ, ვისაც სურდათ, რომ იქ რაღაცა ჯართან ინტერაქციაში შესულიყვნენ ანესა, ძალიან კაფეში იყო. სურდათ. მე მგონი რომ მე მგონი რომ გადაიფიქრეს ესეთი ინფორმაცია მაქვს ბოლოს, იმიტომ რომ ჯართან ინტერაქცია, ანუ ჯართან ჩოჩქოლის შექმნა ყველა ვარიანტში რეჟიმი ხელს შეგიშლის რომ მიხვიდე, თორე ხა ყვავილით თუ მივა ვიღაც გოგო და მიუტანს, რატო უნდა იყოს ჯარისკაც წინააღმდეგ პირიქით, შეიძლება ძალიან კარგი სურათებიც მიგვიყვება. მე ნიშნა რომ მსხვერპლზე ლაპარაკი დაიწყეს ქართულ ოცნებაში, ვიღაცებს უნდათ მსხვერპლი, სულ ლაპარაკობენ. ეგ როცა პერიოდულად არის ხოლმე და გამოძიებებიც ხო არის ამაზე დაწყებული. აბუდადებული. უბრალოდ ეს მენიშნა რომ გუშინ თუ დღეს არ მახსოვს ზუსტად ახსენეს რა, ანუ გაჩნდა ესე გაცოცხლდა გამბავი. არ ვიცი თვითონ ის არის, მაგრამ კიდე ერთხელ ანუ ჩვენი ამოცანა რაც არის სალომეს უთხზე თქვეს რომ ფეხი არ დაუცდეს ის. ანუ რეალურად იგეგმება მთელი დღის განმავლობაში შემიცნებითი ღონისძიებები, ისო რომ არ შევიდეს ჩემხებლობაში რუსთმასთან. ჩვენი დაგეგმილი არის მხოლოდ 2 საათიანი კომპონენტი, რომელიც ცენტრალურ სცენაზე გავა პრეზიდენტის გამოსვლის დროს. ამ ყველაფრის ნაწილი იქნება ჩვენი ფილმი, ფედერალისტების ფილმი და არა მხოლოდ, ანუ პლატფორმასაც შეუთანხმებთ, უნებრივია რაც არის, რაც რეალურად ასახავს იმას, რა დებს სასწორზე და რატო არის მნიშვნელოვანი ცვლილება. ახალ ფილმს ვაკეთებთ, რომელიც იქნება ჩემი აზრით ძალიან კაი გამოდის, სხვა კუთხიდან ვაკეთებთ. არ მიყვარს გამეორება წინების, რა ვერ ვიტან გამეორებას და სხვა შორის ეს ამართლებს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სხვა არის ახალ ემოციას იღებს, იმიტომ რომ მე არ მახსოვს, რომ გვეჩვენებინოს და ამას გამოიწვევს და აღმაფრენით და შთაგონებული მიდის ხალხი. უცნაური არის, რომ ხო ტირიან კიდეც, მაგრამ იცინიან კიდეც, ანუ ის არ არის, ძალიან ემოციას ძალიან იმაშევა, ძალიან მიყვებიან ემოციურად ამ ყველაფერს და ძალიან შთაგონებულები იშლებიან და ჩვენი ამოცანა ესეც იქნება და ამის გარდა, ანუ ეს არის. ამის მიღმა იგეგმება ბევრი სხვადასხვა ინტერეს ჯგუფის ღონისძიება. ბევრი ხალხი იგეგმავს ეს კომიტეტი მაგიტო შექმნა, რომ დაიწყო კრიტიკა იმის, რომ კიდე ერთი კომიტეტი, ანუ კომიტეტი იმისთვის კი არ შექმნა, რომ კიდე რაღაცა კომიტეტს ქმნიდა. უბრალოდ ჩათვალა, რომ 26 მაისი ეროვნული დღეა და მარტო პლატფორმა ჭირდება და ვაკეთებდეთ, რომლებიც ის არის არასწორია და ამიტომ რაღაცა ფართო სადისკუსიო სივრცე შევქმნა. ხა რა გამოვიდა ამ კომუნიკაციიდან და როგორ გამოვიდა, ეგ ცალკე საკითხია, ძალიან ცადეთ, რაც შეიძლებოდა გამოსულიყო და ну, აი ეს არის, რომ 26-ში 6 საათზე დაიწყება წინააღმდეგობის პლატფორმის კომპონენტი და ყველას გელით 24-ში და 25-ში დავარიგებთ იმებსაც რა ქვია ლიფლეტებს. კარგი, დასვი და მაგ წინადებას ბოლოს ვიტყვი, დასვი. კარგი, ანუ და დავასრულოთ. რაღაცები მინდა რომ მოვნიშნო. ერთი არის თვითმმართველობის არჩევნები. სადაც ძალიან ცუდი იქნება თუ მოგვიწია მონაწილე, ძალიან ცუდი. გასაგებია პოზიცია და მოგონებისცენ. ახლა ანუ ეს იქნება როგორც თქვი, კაპიტულაცია. ამ ფაზის კაპიტულაცია, ხა სამშობლოს კაპიტულაცია არ იქნება და ძალიან მალე მოვა ხასიათზე და ბრძოლის გუნებაზე, ანუ
მაგრამ ამ ფაზის კაპიტულაცია იქნება ნამდვილად. ეს არის ერთი ნიშნული და მეორე ახსენეთ თამარ ეს რა ქვია 80% რომელიც უნდა მივიდეს რაღაცა გადაწყვეტილებამდე. თვლილება ჯობია სტატუს-კოს. ვადა გვაქვს და 80% ეს მოხდება მაშინ თუ აი რაღაცა ნიაღვარი რა ხდება აი მან ნიაღვარი უნდა დადგეს ქუჩაში ანუ ჩვენ გვჭირდება კიდე ერთხელ ხალხის ნიაღვარი ქუჩაში კიდე ერთხელ ანუ ჩვენ ამას ვერ გამოვიწევთ და არ გვჭირდება პოლიტიკოსების მსხვერპლს შეწირვა მაგისთვის და რაღაც სისულელე მალაყების გაჭიმორვა აი ახლა მე თუთუთოებს გავიწელო 5 მეტრაზე და ხალხი ქუჩაში გამოვა ესე არ ხდება we don't know ჩვენ არ ვიცით ეს ხალხი როდის შვება რაღაცას გავრილოვზე რომ გამოვარდნენ მაგალითად პირდაღებული უყურებდი საერთოდ იმიტომ როდის და იგეგმა ვერც გავიგეთ ანუ გიჟივით უყურებდი ესე უბრალოდ ადამიანები სახლიდან ადგენენ და გიჟივით უყურებდი ესე იმიტომ რომ რა გაკიურდათ მეთქი ესენი ხო ისეც რუსები არიან თქო ჩემთვის ვფიქრობ არ დამიწერია პროსტო დებილი ხო არა ვარ ეხა თითი ვატაკო რომ ისეც ესეთები იყვნენ და ეხა რატო გამოდიხარ თქო მაგრამ თავისთავად გაუგნებული ვიყავი რომ აი ეხა რამ გააბრაზათ რა და ზუსტად ესე იყო 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზეც ანუ ეს მე კი გავარდი ქუჩაში პირველი ვიყავი მე მგონი ვინც აქცია დაწერა ანუ მათი შეცდომები არის ძირითად შემთხვევაში მიზეზი ეს მახსოვს რომ თვითმმართველობის სისტემაზე 25-დან 28-მდე გეგმავდი თვითმმართველობის არჩევნებს 25 ნოემბერს იმ ჯოჯოხეთში რო ვიყავი იმ რაღაც ოპოზიციის რაღაც აქციაზე დენერის ტარგარიანმა გადაუფრინა მეგონა ანუ რაღაც დამწვარი იყო მთლიანად მთელი ოპოზიცია დამწვარი იყო ესე იქ ვიჯეკი უბრალოდ ხალხი რო გამემხნევებინა და სამსახურში მოვედი თათბირი დამნიშნე რომ ხალხო ჩვენ მემზადებით ახლა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მე ვიქნები თბილისის მერობის კანდიდატი და დროულად დავიწყოთ რაღაცა დავალებები გავეცი და 3 დღეს საკაიფოდ ვიმუშაო სულ ტყუილად გიმუშაო უცებ საღამოს რო ვასაათზე დაინიშნა ბრიფინგი უცებ სამსახურში ვიღაცამ დაიწყო ყვირილი რომ ესენი რას იძახიან და გამოვედი და იმ ბრიფინგს რო უსმენდი აი ეს ხელით აი ესე წერდი იმაში რომ პირველ სკოლასთან გავდივარ ანუ ვი გამოდიოდა რა გამოდიოდა აზე არ ვიყავი მაგრამ ნუ მივხვდი რომ ამან ისინიც მოატყუავით მექანიკურად გავედით ყველა აი გავბრაზდით და გავედით იცი რომ მე იქ რო გავედით მაგ დროს დარეკა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ დარეკა რომ აქ ვიკრიბებით ოპოზიციაო და ჩვენც დაგვიძახეს და კი გამითხრა სირცხვილეო ხალხი ყავსო დაძახებულიო ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ SMS-ით გავუშვით ჩვენ მხარდამჭერებთან და ისეს და რო ჩავჯექი მანქანაში პირველ სკოლასთან ალბათ 1-20 კაცი იდგა გიგასთან, აი ესე იყვნენ შეკრებილები და სანამ თავისუფლებაზე ჩავედი და დავატრიალე და გამოვედი, უკვე იყო როგორი გასოქებული, იცი ხალხის რა ქვია, ანუ ჩვენები ისე ყველა გამოსული იყო საერთოდ, რა ვიცი მე, აი პირველ სკოლასთან სანამ გავიარე, აი ისა დაიწყო გაბევრება და რო გამოვედით უკვე სალომე ზურაბიშვილისგან, უკვე ძალიან ბევრი ხალხი იდგა და თან რაღაცნაირად სიჩუმეში და ძალიან იგრძნობოდა, ძალიან მივხვდი რომ ეს ხალხი არ წავა. რაც ჩამოთვალეთ, ეგ ყველაფერი იყო თვითონ ქართული ოცნების შეცდომები და ანუ გამოდის რომ დიდწილად ველოდებით რომ ისევ დაუშვებენ რაღაც შეცდომებს. არა, ისევ რატო დაუშვებენ შეცდომებს? შეცდომები ყოველდღე უშვებენ შეცდომები, ყოველდღე უშვებენ შეცდომებს. არა, მაგას არ ველოდებით, არ ვიცით რა მოხდება რა. ანუ არ ვიცით, შეიძლება ეს იყოს აი, იმდენად უაზრო რაღაცა რომ გაგვიყურდეს საერთოდ. არა, არ გვეცოდება, თავარი ის არის. ანუ ჰაერი არის სხვანაირი დღეს და შეგრძნება არის რომ რაღაცა კაშხალი ინგრევა. კი, ჰაერი არის სხვანაირი, რაღაცა მოხდება აუცილებლად, მოქმედება არ ჩერდება, ხო? ჩვენ წინააღმდეგობას ვქნით ყველგან. და მე ვამბობ ხოლმე რომ ეს ხალხი არსად არ წასულა და პირიქით ეს ადამიანები უფრო და უფრო მეც ლაპარაკობენ ერთმანეთის გარშემო. გაკეთებული, იცი, ვიდეო მაქვს გაკეთებული, ლაივს ვაკეთებდი, იმიტომ რომ ეს რო დაიწყო 26 ოქტომბრის არჩევნების მერე, ხო ძალიან დიდი ფრუსტრაცია იყო საპროტესტო ელექტორატში, საპროტესტო ბაბლში რა, მახსოვს რომ იწერებოდა რომ კი მაგრამ საწავიდა ის ხალხი რუსულ კანონზე რო იყო, იმიტომ რომ ხალხი საერთოდ არ გამოდიოდა და 23 ნოემბერი იყო თუ 24 ნოემბერი ლაივი გავაკეთე სახლიდან, მაშინ სახლიდან ვაკეთებდი ლაივს და ვამშვიდებ რომ ნუ გენერვიულობთ მეთქი ის ხალხი არსად არ წასულა თქო, ის ხალხი ისევ აქ არის, უბრალოდ ეს არ არის ის თემა, რომლითაც ის ხალხი ენთება თქო. და ზუსტად 3 დღეში უცებ და მე ვიდეო გავაკეთე, მიდევ შეგიძლიათ ნახოთ, უცებ ეს ხალხი რომ დგას ქუჩაში 3 დღეში ზუსტად რა. ლაივი მქონდა რომ ის ხალხი არსად არ წასულა და ეს ხო ვიცი, ეს ხო რამდენჯერმე მქონდა. იმიტომ რომ იწყება ხოლმე პერიოდულად რომ ბელორუსები გჯობიან, ყაზახები გჯობიან, ეს თვითგვემა ხო იწყება და ამის ახსნა მინდა რომ არამინ არ გჯობია და არამიზე უკეთესი, ანუ ამ კატეგორიების ჩვენი ისტორია გვაქვს, ჩვენი სიცოცხლე გვაქვს, ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ის რომ ყაზახეთში რაღაც მომენტში რაღაცა პროტესტია, არ ნიშნავს რომ ის პროტესტი გვინდა ჩვენ აქ და იმ თემაზე პროტესტი და იქ ვართ ჩვენ, სხვაგან ვართ ჩვენ, სხვა სტატუს კო გვაქვს, სხვა მდგომარეობა გვაქვს, სხვა ისტორია გვაქვს და უფრო დიდი რეჟიმების ამ სირია ვახსენე და არ ვიცი. არ არის ეს
რამდენიმე დღეში აიღეს დამასკო. წერილება, რო უჭირს, ანუ არ არის ეს ლუკაშენკო მოშლილია თან ჩვენთან საბჭოთა სისტემა. ბელარუსში საბჭოთა სისტემა არ დაანგრეულა რეალურად. და ლუკაშენკოა იმ დროიდან მოყოლებული და ჩვენთან ეგ არ არის. როგორ შეიძლება ვერ მოხდება ბელარუსიზაცია? ვერც უკრაინის სცენარი ვერ გამეორდება. იმიტომ რომ არ ვარ ჩვენ, ანუ რატო იმის მერე არ იწვის არაფერი ფეხბურთს რომ მოვიგებთ ხოლმე. ანუ არა ვართ ეგეთი ხვანაირი ხალხი ვართ და we need to appreciate, ანუ ჩვენი თავი უნდა დავაფასოთ. როგორებიც ვართ ისეთი, ანუ კი არ გავბუქოთ ჩვენი მნიშვნელობა, რომ რას კარგები ვართ, ქართველები ვართ და რაღაცა. ჩვენი ისტორია გვაქვს და ძვირფასია ეს ისტორია და არ ჭირდება გაზვიადება ამ ისტორიას. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ და მე მგონია რომ მოხდება აუცილებლად. მეც ყოველთვის ოპტიმისტი ვარ, კი. ანუ რა შეიცვალა, უარესობის მეტი რა მოხდა, ანუ რის გამოც ხალხი გაბრაზდა, რის გამოც ხალხი არაფერი, არაფერი, ერთადერთი რაც აკლდა პროცესი რომ გაბრაზდა ხალხი, მაგრამ რაში გაიცვალა არ იცოდა. და ჩვენ თუ შევძელით და რაღაც ტიპის ალტერნატივა დავანახეთ, რომელიც არის მეტნაკლებად საკუთარ თავს პატივს ცემს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ვინმე სხვა მცეს პატივი, ხო? ანუ მე მგონია რომ რესურსი დიდი აქვს, ანუ არ არის რთული ცვლილება, თუ გამოჩნდა ალტერნატივაც. იმიტომ რომ არსებობს სანქცია, არსებობს აქცია, არსებობს სანქცია და იქ როგორ ამბობთ ხოლმე? აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ეს სხვა შორის მე პოსტი დამწერე სხვა შორის და ერთ-ერთი ჩვენი ეს არის მხარდამჭერი აქტიური და იმან მომწერა აქცია, სანქცია და ანუ რაო, რა დიდი გრძელი პოსტი მეწერა და ის გადათარგმნა აქცია, სანქცია და ეს უთხარი და რა და ალტერნატივა და ამის მერე დავიმახსოვრე. მე ისიც ავაწყვეთ, პლატფორმის ლოგოც ეგრე ავაწყვეთ, 3 ის არის. 3 ის არის, კი. ხო, იმიტომ რომ ეგ გინდა რა, აი ამ სამი მხრიდან უნდა მოვგვდოთ და მოვგვდავთ. წარმატებები მოგგვდვა. ბოლო ფრაზა უნდა გეთქვა მე მგონი. ბოლო ფრაზა ის რომ ეს პოდკასტი რომ ჩაეშვება, თქვენ უკვე ან იმ დღეს გახდებით საიუბილეო თარიღში 50-ით და მინდოდა რომ მომელოცა წინასწარ. თორემ პირველი 3 წუთია. ხო, ნახევარი საუკუნის გავხდები. ის არის, რა ქვია. სხვა შორის არ მაქვს არანაირად ისა, ეხლა არ მაქვს განცდა იმისი, რომ რაღაცა ეტაპი დგება იმაში, უფრო 40-დან 42 წლამდე რო ვიყავი, მაშინ მქონდა და ეხლა I'm just fine რა. ეხლა საერთოდ სხვანაირად ვხედავ ცხოვრებას. ერთადერთი რაც მაწუხებს ის არის, რომ დღე დამოკლდა. ანუ დრო გარბის უფრო ჩქარა. საუზმიდან საუზმემდე დრო გადის უფრო ჩქარა. და ხდები რომ ასაკის გამო არ არის ეგ ცხოვრების რიტმი. არა, ასაკის გამო მგონია რომ არის. არა 25-შია. წინასწარ გილოცავს, დღეს გილოცავს როგორც მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა რომ პირველი პოდკასტია ჩვენს თანა პარტნიორს ვერიდებით ხო, იცი? ხო. ერთხმად გადაწყვეტეთ, რომ თქვენ გაგერღვიათ ეს წრე და პოლიტიკოსი შემოსულიყო. პრინციპში ხვადაგიანი ყავდა, ის არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ ყავდა როგორც ისტორიაზე ვისაუბრეთ და საბჭოთა წარსულზე. კვლევარი და არა. პოლიტიკა. ძალიან მომწონს თან რაც ვარი. მგონია რომ ძალიან კეთილშობილი. და სულაც არ არის ბინძური საქმე. ცვლილებებზე, ანუ როგორი იქნება მე უკვე ეს ცვლილება ხო შენს, ანუ შეიძლება კარგი ექიმი იყოს, შეიძლება ცუდი ექიმი იყოს და პოლიტიკა რაზე ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ის რომ ნაკლები ადამიანი შიმშილობს დღეს მსოფლიოში, ის რომ მეტმაიცის წერა კი, ეს ყოფილი პოლიტიკის შედეგია. და ამ დროს ხდება ის რომ სადღაც კარგი სასამართლო არსებობს, ეს ყველაფერი პოლიტიკა აკეთებს, ის რომ მაგნა კარტა იყო თავი. ყველაზე სწრაფი გზა არის ცვლილებების მისაღწევად. ხო, და ამისი ახმა უნდა მოხდეს, ანუ ჩვეულებრივიზაცია უნდა მოხდეს პოლიტიკის. კი, სამწუხაროდ ჩვენ რეალობაში არის საშინელება პოლიტიკა და არ არის ეს ბინძური საქმე ხო დიდი ხანია. პოლიტიკური კაიტიპი იყო ხო. ამერიკის ელჩმა დაასაფორტა აპოლიტიკური აკადემიის განზრახვა. ქვეყანაში პოლიტიკა ისე დემონიზებულია, ხალხის პოლიტიკაში ჩართვა გვინდა, რუსეთი ცდილობს რომ პოლიტიკიდან ხალხი გათიშოს და ამ დროს იხსნება რაღაც აპოლიტიკური აკადემია, იმიტომ რომ ხალხს ეგ უნდა და უნდა შეუტრიალო, პირიქით უნდა დაარწმუნო ადამიანები. გეთანხმებით, აბსოლუტურად. მადლობა. პირველად მოხდა რომ გამარჯვების გარეშე დავიწყეთ და დასასრულს მაინც დავემშვიდობოთ. გამარჯობა. გამარჯვებული რო იყო ჩვენი სტუმარი, მე მგონი ყველასთვის გასაგები იყო ესეც. მადლობა, გამოიწერეთ ჩვენი არხი Redlines უყურებთ, გამოიწერეთ კიაფი, მარიამას ბლოგი და მადლობა რომ გვიყურებთ. ოკეი, გამომწერები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხო, მხარდაჭერა, იმიტომ რომ ენთუზიაზმზე ვმუშაობთ, როგორც ერთხელ ვთქვით. ნახვამდის შემდეგ ეპიზოდამდე.